მოგესალმებით. მანამ სანამ 2026 წელი შემოაბიჯებს, თქვენ უყურებთ 50 და 2025 წლის ბოლო სპორტულ ანალიტიკურ პოდკასტ შედეგს მიღმა. ჩვენ კი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ შევაჯამოთ ეს სპორტული საფეხბურთო 2025 წელი. სად ვიმყოფებით ამას სულ რამდენიმე წამში გაიგებთ, მანამდე კი მივესალმები ბიჭებს. ირაკლიდან და რეზისთან ერთად ვარ კვლავ. როგორ ახართ ბიჭებო? გადასარევად. ვიცი რომ ცოტა ქცივათ. შუ არა მე და რეზის არ ვცივაი. ეგ შენზე ილაპარაკე თორე. აგერ მე დამიდგეს გამათბობები. სამაგიეროთ მე ჩემი გამათბობლით ვარ მოსული. Christmas edition-ის Juventus-ის ჰუდი მაცვია და დარწმუნებული გოლი რომელიც ვერაფერს მოიგებს წელს აკეთებ თქვა. კი, არ ველოდი ესე არცერთ ნომინაციაში არ იქნება ფავორიტი. ბოლო 1-10 წელი არაფერი არ მოუგიათ. თან და არა, რეალურად აქ სხვა რაღაც მოხდა რა. Juventus-ის ფორმით რო დაგინახეს, მაგიტო არ დაგიდგეს გამათბობები. აჰა. სამაგიეროთ მე დარწმუნებული ვარ რომ Juventus-ის და არა მხოლოდ Juventus-ის კომაგებს ჩემი ხუდი მოეწონებათ. მე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ეხლა რომ წარმოიდგინოთ რა სიცივეში ვსგავართ, აუცილებლად შეგეცოდებით და გამოიწერთ ჩვენს არხს და ლაიქ გილაქსას აუცილებლად დააჭერთ. იკა გითხარი სად ვართ? რატოცივა ალბათ გამომდინარეობს იქიდან რომ ახლა ვიმყოფებით წავკის ფართ ჰაუსში. საწვეულებების სახლია. კადრში მე მგონი ჩანს რომ აქეთ აუზი გვაქვს მშვენიერი სივრცე და რატომ თქვით გვაქვს? იმიტომ რომ აქ ყავთ უნიკალური წამყვანი სასწაული. ასევე DJ ყავთ ძალიან მაგარი. სტაფიც ძალიან კარგია. ასე რომ თუ ვინმეს გინდათ კორპორატიულის გაკეთება ან ქორწილის გადახდა სადმე ლოკაციას ეძებთ. ასევე თუ ბანკეტი გაქვთ. მოდით, აუცილებლად აღწერაში იქნება ინფო, page იქნება წავკის ფართ ჰაუსი, რაც გადადით, დაათვალიერეთ, მე ვნახავთ. ასევე ვისაც გაინტერესებთ ლუი როგორ გამოიყურება. იმ ფოტოებში ლუისაც შეხვდებით, რადგან ჩემთან ერთად ლუიც აქ მუშაობს, რო ვახსენებ ხოლმე. და როგორ იცნო ლუი? როგორ იცნონ? აი ეს კარგი კითხვა, მაგაზე არ მიფიქრია ამ ტექსტს რო ვიძახ. დავთაგავთ ლუის, დავთაგავთ წავკის ფართ ჰაუსაც, გადადით, ნახეთ, მართლა კარგი ადგილია, მართლა კარგი გარემო. მადლობა მინდა უთხრა მასპინძლებს, იმიტომ რომ ხიკალი გვაჭამეს. ძალიან თბილად და გემრიელად დაგვხდნენ. გირჩევთ მოკლედ ყველას აღწერაში დაგხვდებათ ყველანაირი ინფორმაცია ამ ლოკაციაზე, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება და განსაკუთრებით ეხლა როცა ახალი წელი ახლოვდება განათებული აქაურობა. ნელ-ნელა წავიდეთ იმ მიზეზებისკენ, რატომაც რეალურად შევიკარით და შევიკრივეთ. მოკლედ როგორც გითხარით, ვაჯამებთ 2025 წელს და გვიხარია რომ ამაში მონაწილეობა თქვენც მიიღეთ, TikTok-ზეც, Facebook-ზეც აქტიურად ვდროპავდით იმ ინფორმაციას, რომ გადმოდით ლინკზე, შეავსეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში, თითოეულ თქვენგანს მადლობა და ჩვენ მოკლედ ვეცდებით და ვიტყვით პრინციპში ვის მივეცით ხმა ჩვენ პირადად და საერთოდ ჩვენმა გუნდმა, ვინც კადრშია და ვინც კადრს მიღმა და პლუს ამას მაყურებლების აზრსაც დავაფიქსირებთ და ვეცდებით რომ ჩვენივე აზრები, ჩვენივე არგუმენტებით გავაძლიეროთ, ასე ვთქვათ და გავამყაროთ. მე მინდა ვთხოვო ბიჭებს, რომ პირველი ნომინაცია გადმომაწოდონ როგორმე, იმისთვის რომ აქედან არის სასწაული კადრი. სამი კაცია კაცს უკან და ყველა იღებს რაღაცას. სხვადასხვა გადასაღები მოწყობილობებით მოძრაობა. მოდი მეც გადავიდეთ რა რამე, სულ ტელეფონი. და მე ეს კადრიც ჩავსვათ ამ გადაცემაში. აი როგორ გამოიყურება ჩვენი სეტი, არ ვიცი იკა თუ ჩავსვავს ამას. აი, იკა. 1 იღებს, 2 იღებს, 3 იღებს ეს განათებები. და შემახედე რა. აი ესეც აუცილებლად ანახე რა, იმიტომ რომ ცარიელია. არ ყოფილა ცარიელი. მოკლედ, დავიწყო მე პირველი წავიდით, ხო? პირველი არის, რაც ალბათ პრინციპში ყველაზე მეტად ასოცირდება ფეხბურთთან, საფეხბურთო მატჩი. 2025 წლის საუკეთესო მატჩი, გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი იყო 2025 წლის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეცხრილა და საბოლოო შემთხვევაში 3 მატჩი ამოვარჩიეთ. პრინციპში 4, თუმცა 3 ესე გუნდების მონაწილეობით. ესენი იყო ინტერი ბარსელონა, ორივე მატჩი. ინტერი ბარსელონას ნებისმიერი. კი ბატონო. ორივე. ბენფიკა ბარსელონა აქაც ყავს და მანჩესტერ იუნაიტედის გენიალური კამბექი ლიონთან დარწმუნებული ვარ გახსოვთ. კი. ოკეი. ეხლა მოდი მაყურებლების აზრს სანამ ვიტყვი, თქვენ მინდა კითხოთ, ვის აძლევთ ხმას, იმიტომ რომ იმ გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ იყო ჩვენი ხმები არ დაგვიფიქსირებია, ასე ვთქვათ,
ჩვენი აზრები შემოვინახეთ იმისთვის, რომ აქედან გაგვეჟღერებინა, რეზი. შეგიძლია დაიწყო და მე ჩვენს აზრს გავაშლოთ. სამივე თამაში მაქვს, სამივე, 4-ვე თამაში მაქვს ნანახი. და ნუ ჰარი მაგუაიერის გოლი ძალიან გამიხარდა, ჰარი მაგუაიერი ძალიან კარგი კაცია. ჰარი მაგუაიერი არის მაცივარი, სადაც ყოველთვის გოლდება ნაყინი. სიცხეში, ამ სიცხეში ნაყინი არა. მაგრამ ნუ ჩემი ხმა ინტერი ბარსელონას დაპირისპირებას მე საერთოდ ესე უყურებ რომ არის ხოლმე რაღაც წლები, როცა დგება ბარსელონას რაღაც მონსტრი გუნდი და ეს გუნდი მიდის რაღაც ყველაფერს ანადგურებს, ყველაზე მაგრად თამაშობს, ყველაზე კარგი სანახავია. მათ გამოჩნდება მე ან მოურინოს ან ინტერი და ვიღაც ეჯახება მას და ეს გამოგდება, უნდა იყოს რაღაც გმირული ისტორია, რაღაც ეპოსი, თავისი რაღაც საკუთარ თავზე გადახტომა, რაღაც ყველაფერზე გადაბიჯება და ასეთი იყო მაგალითად ხო 2010 წელს როცა ინტერმა გამოაგდო, იყო ჩელსიმ როდესაც გამოაგდო 2012 წელს და ზუსტად ასეთი ისტორია იყო შარშანაც ბარსა ინტერ შორის, როცა იყო ნუ არ ვიცი ისტორიას დიდად არ მოყვები, ჯერ ერთი გუნდი ლიდერობდა, მერე კამბექი, მერე კონტრ კამბექი, მერე რაღაც მერე კონტრ კამბექი და აჩერბის გოლი, ფრატეზის დამატებით ტაიმში გადანელი გოლი, ნუ ტაქტიკური ნიუანსები ამის შეჯამებული გვაქვს ჩვენ წინა პოდკასტებში შეგიძლიათ ნახოთ, ამიტომ ახლა დიდხანს ამაზე არ შევჩერდებით, უბრალოდ ისტორია იყო ძალიან მაგარი, ეს იყო თამაშები, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტდი, რომელსაც ჰქონდა ძალიან საინტერესო ტაქტიკური დუალიც, ძალიან საინტერესო ისტორიაც და ძალიან საინტერესო რაღაც განვითარებაც ზოგადად, როგორც სიუჟეტს. მეც ნუ რა თქმა უნდა ხმის მიცემა თუ არის მაგას მივცემ თვალს მაგ ორ თამაშს. გამომდინარე რაღაც მიზეზების და მაგრამ არის ერთი თამაში მანჩესტერ იუნაიტედი ლიონი, სადაც არ ვიცი ეს განზრახ იყო გაკეთებული თუ რეჟისორებს შემთხვევით გამოუვიდათ და ოპერატორებს სანამ ამოხვიდოდით აქ მე და იკამ ამოუჭერით ორი ფოტო და ზუსტად მაგ ორი ფოტოს გამო ეხლა ვიტყვი მანჩესტერ ლიონს მაგრამ ხმის მიცემაში ინტერი ბარსელონა შემოხაზა. ნუ ვეცდები რომ გამოვიცნო. ერთი უნდა ყოფილიყო ფერგიუსონი აჩვენეს არა? ბავშვის ფოტო თუ გახსოვთ? ხო. ჯერ რომ ტიროდა იმედგაცრუებული და მერე სიხარულისგან რომ ტიროდა. თუ მაგ თამაშს ვარჩევ, მაგ თამაშს ავარჩევ, იმიტომ რომ აი ზუსტად ეგ არის ფეხბურთი, როგორ ერთ წამში პატარა ბავშვი ყველაზე უბედური ადამიანისგან შეიძლება გადაიქცეს ყველაზე ბედნიერ ადამიანად დედამიწის ზურგზე. აი ეგეთ რაღაცეებზე სულ მახსენდება ევროპის ჩემპიონატზე რო იყო შვეიცარია საფრანგეთი. ტიპი შვეიცარიელი დავარცხნილი და აი ძალიან ორგანიზებული შვეიცარიელი რო ზის და მე შვეიცარია რო აკამბეკებს და ამ ტიპს მაისური გახდილი აქვს და რაღაცა ისა ეშმაკს აქვს გაღვიძებული იმ ტიპში რა და ხო ეგეთი რაღაცეებისთვის გვიყვარს პრინციპში ფეხბურთი და აი მოყვები იმაში რომ ხმა შეიძლება იმიტომ ისე იმ კონკრეტულ თამაშს რომ იმ ბავშვს ეგ ემოციები ხო რა ვიცი რამდენი წელი უნდა გავიდეს და რამდენი ათეული წელი უნდა იცხოვროს იმ ბავშვმა რომ ეგ ემოციები ამოგლიჯო. არა არის ვინმეს დავაუწყო. ზუსტად. არა იგივე თუ არ გჯერათ იმის რომ ეგ იმ ბავშვს არ დავაუწყდება გაიხსენეთ 26 მარტი. იმედი მაქვს რომ მაგ ბავშვის ფოტო ჩვენ ამოვანათებთ და ბიჭებს თხოვოთ ეგ დამოვანათოთ. კი, ამოვანათებთ. რაც შეეხება ჩემს მეც რო თქვა პრინციპში რამდენიმე სიტყვა. რახან თქვენ ყველა მატჩი გაიხსენეთ. მოდი მეც შევინარჩუნებ ესე ბალანსს და ვიტყვი ბენფიკა ბარსელონას. იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ რომ ეგ თამაშიც იყო რაღაცა სიგიჟე სცენარით განვითარებული და სხვათა შორის ეგ როგორი თამაშია იცი ძალიან ხშირად აი YouTube-ზე რო საქმე რო არ გაქვს და YouTube-ზე რაღაცებს სკროლავ და ამოგიგდებს რაღაც ვიდეო და ჩართავ მხოლოდ იმიტომ რომ გაგიცოცხლდეს იმ მატჩის ემოციები და ძალიან კარგად მახსოვს აი ნიკა ტაბატაძე და ანდროს მიყავდათ ეგ თამაში და აი რაფინია რო გარბის და ანდრო რაღაცას იძახის გიჟევით და ტაფსონ აქედან იცინის. ანუ იმდენად სიგიჟეს უყურებენ ტიპები რომ ეცინება რომ ნუ თუ ეს ხდება, ნუ თუ მართლა ეგ კამბექი იხოდება თუ მოდის თუ როგორც არის. მოკლედ მე დავაფიქსირებ ჩემსას და ვიტყვი იმას რომ ჩემთვის წლის საუკეთესო მატჩი გოლებით, რაოდენობით, სცენარით ამ შემთხვევაში არის ერთი მატჩია ეგ. ნუ მაგ თამაში რომ ბარსელონას დროულად შეემჩნია რადონე იყო არაუხო. ის ნახევარფინალში აღარ გვექნებოდა ჩვენ და ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა, მაგრამ ვერ შეამჩნიეს. აი სამივე მატჩი რაც ავარჩიეთ და ალბათ ლოგიკურად ავარჩიეთ, ვერ ჩაამატებ ვერაფერს. ყველა არის ბოლო წუთზე გოლი. და ამაზე ძალიან საინტერესოდ საუბრობს ფერგიუსონი გარი ნეულის პოდკასტში და თუ ვინმეს არ გაქვთ ნანახი,
აუცილებლად ნახეთ ეგ პოდკასტი. აუცილებლად რას ნიშნავს ბოლო წამზე გატანილი გოლი, ეს Fergie Time საიდან მოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. აი, ვინ მოიგო? ჩვენი, ხო, მაყურებლების არჩევანი პრინციპში შეჩერდა ინტერი ბარსელონაზე 70%, ну აბსოლუტური უმრავლესობა და ამაში პრინციპში გასაკვირი არის, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი ბარსელონას ფანია და მით უმეტეს, როდესაც ეგეთ გიჟურ თამაშს უყურებ, შეიძლება ან მიუხედავად მარცხისა, ანუ ამას ვამბობ, მიუხედავად მარცხისა, შეიძლება ეგეთმა ემოციებმა გადაწონოს ამ შემთხვევაში გულის ტკივილი, რაც გამოიწვია მარცხმა. მეორე ადგილზე Benfica Barcelona, ეგეც ვთქვათ ბარემ და ნუ მესამე ადგილზეა United-ი Lyon-ი 12%-ით დაახლოებით. ჩვენი კონკრეტული აზრები ისე გაიყო, რომ მე მგონი ბიჭებს უნდა დავეკითხოთ და გვიკარნახონ იქედან ვისაძლევენ ხმას, რომელ თამაშს, რომ Manchester-იო Beckham რა თქმა უნდა. Barcelona Inter-ი ალბათ იქა, ხო? შესაბამისად Barcelona-ს ფანებმა აქაც გადაგუცალეს. არა, მეც მათ მხარეს ვარ. მაშინ ჩვენი უბრალოდ მოუყევი. ოკეი, მაშინ ჩვენი აზრით, ჩვენი გუნდის აზრით, ასე ვთქვათ, დაემთხვა მაყურებლების აზრს. კი ბატონო, და სხვა შორის არც ისე მაღალი პროცენტით ამ შემთხვევაში, ხო, 5-დან 2-მა კაცმა. 3-მა შენიშნა. ოკეი, წლის მატჩი მოკლედ გახდა ინტერი ბარსელონა და გირჩევთ, რომ სანამ 2026 წლის მაგარი მატჩები მოიხოდება, ამ თამაშების ჰაილაითებს კიდევ ბევრჯერ უყუროთ, რა, იმიტომ რომ სხვა შორის იმ დღეს უყურე. ეგეთი, აი? რამდენი რაღაც არ მახსოვდა თურმე მაგ თამაში და შენი ემოციები მე მახსოვს ჩატში იქ. მე არის ყველაზე მაგარი SMS-ი ხო გახსოვს, რაც მახსოვს აქ. კი, მახსოვს. იქ არა უშავს. ოკეი, ეგ მე იქ არ ვიყავი. გადავიდეთ ნელ-ნელა მაშინ შემდეგ გადავიდეთ ნომინაციაზე. ამას მე ავიღებ რა. კი ბატონო. აუცილებლად. ეს უნდა გადახიო აქედან. წლის კამბექი. აჰა. ნომინანტები რო გაგვაცნო თუ შეიძლება. ნომინანტები არიან ირლანდია, უნგრეთი. აჰა. ასევე Manchester United-ი, Lyon-ი, უკვე ნახსენები და ასევე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ Benfica Barcelona. აჰა, ოკეი. მე ვიცი შენც იცი ხო შედეგი? ჯერ არ თქვა შედეგი, ჯერ ჩვენი აზრები დავაფიქსირეთ. ხო, მაინც for the record ვთქვათ რომ მარტო გიორგი მიცის აქ რა წერია, მე ამ წამს ვნახე. მე მხოლოდ იმიტომ რომ ორგანიზება მევალებოდა ამ ყველაფრის და ამიტომ მომიწია, თორე სიამოვნებით არ მეწოდინებოდა ეს ინფორმაცია ირაკ. ნუ ალბათ მნიშვნელობით როცა ეს პოსტფაქტუმ აჯამებ უნგრეთი ირლანდია გამოდის, იმიტომ რომ ირლანდია მოიპოვა შანსი რომ ითამაშოს სოფლის ჩემპიონატი, ჯერ არ ვიცი ითამაშებს თუ არა. სულთა დრამატიზმის კუთხით, ჩემთვის ალბათ მაინც უფრო Manchester Lyon-ი მთელი თავისი ბავშვის ისტორიით, სულთა სათამაშო ისტორიით, ამიტომ ანიმ ისტორიით რას უძლებენ Manchester-ის ფანები რო წარმოიდგინოთ მთელი ეს წლები და როგორ ცხოვრობენ ასეთ პირობებში, მე Manchester Lyon-ს მიცემ ხმას, თან ჩემს საკლუბო ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სანაკრებო ფეხბურთი. და ეს თან ესეთი პლეი-ოფის სტადია იყო, ევროტურნირის, Manchester ფინალშიც გავიდა იმ წელს იმ ევროტურნირის, მაგრამ ნუ ვერ მოახერხა გამარჯვება, მაგრამ ნუ რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, ანუ ამ ნაბიჯით გუნდი რაღაც წინ წავიდა. Barcelona-მ კი მოუგო Benfica-ზე ძალიან მაგარი თამაში იყო, მაგრამ ის იყო ჯგუფური ეტაპი და იქ Barcelona მაინც გასული იყო და ბევრ ამას არ შეცვლა იქ ახლა მოიგე. დააკამბექებდა თუ არ დააკამბექებდა, უბრალოდ პიონ თამაში იყო ძალიან მაგარი, ამიტომ ნიშნულობით, ისტორიით და დრამატიზმით Manchester-ი Lyon-ი. თან შერკი მონაწილეობდა ამ თამაშში. ხო. შერკისაც შევეხები სხვათა შორის. მეც წაიწერან ზუსტად რა მიზეზით ვთქვი, ამის წლის მატჩი ავარჩიე ეგ და წლის კამბექიც რეალურად არის და იგივე ისტორია თუ გინდა copy paste წერან რაც მოუყევი იმ ბორზე, მაგის გამო გადმოიტანეთ გადმოიტანე იკა იმ ბავშვის მარტო იმ ბავშვის სახეზე გამოხატული ემოციის გამო ნუ მაგ თამაშს ვირჩევ Manchester Lions. მე ჭვი მაქვს აქ რომ ეს თამაში მოიგებს, იმიტომ რომ იქედან Manchester-ის ფანი ყავს თან და უმრავლესობაში
ხართ. ამიტომ მე რაღაცა მცირე დეტალებს შევეხები უნგრეთის თამაშის, რა უნგრეთი ირლანდიის თამაშს, იმიტომ რომ სანაკრებო ფეხბურთი რომელიც ვახსენეთ, აქ ბევრს არ ვისაუბრებ სანაკრებო ფეხბურთზე, ამიტომ ამ შემთხვევაში მინდა რომ ჩემი ხმა დავაფიქსირო როგორც სანაკრებო ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის ირლანდია უნგრეთზე და რატო? პირველ რიგში იმიტომ რომ აი ფეროთმა ფორვარდმა რაღაცა სიგიჟე ისტორია დაწერა და იმ ბავშვის არ იყოს ეგ ტიპიც ალბათ ყოველ დღე რო იღვიძებს იმ მომენტს იხსენებს, რაც მის ხორებაში მოხდა და მეორე სობოსლაის გოლის აღნიშვნა ეგ გახდა პრინციპში მიზეზი იმისა, რომ ეხლა უკვე სობოსლაი ყველა გოლს დიდი მოწიწებით აღნიშნავს, ეგ ვნახეთ სან-სიროზეც, როცა ინტერს გაუტანა ძალიან შვიდად ისე დაწყნარებულად აღნიშნა და მოკლედ მე ჩემს ხმას მივცემ ამ შემთხვევაში ირლანდია უნგრეთს თან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი აქვს ირლანდიას თან ფეროთმა სასაული ისტორია დაწერა თან ლივერპულის კიდევ ერთი რაღაცა მე ეპიზოდი გაიჩითა იმიტომ რომ ყოველთვის როცა სობოსლაის გოლი გააქვს ვიღაცა დებს Facebook-ზე რომ აი რა მოგზალებულად აღნიშნავსო ამიტომ ჩემი ხმა ამას მაგრამ ნუ ეჭვმაქ რომ ჩვენი აზრით ეგ თამაში გახდება ხო საერთოდ გუნდის აზრით საუკეთესო ვეკა ხო ადასტურებ ამას მანჩესტერი ლიონი შენ იკა უნგრეთი ირლანდია 3-2-ზე გაიყო მოკლედ 3-2-ზე გაიყო და მაყურებელმა სხვა არჩი ბარსელონა ალბათ ხო ბარსელონა არჩიეს კი 44% ჩვენი მაყურებლების წავიდა ბენფიკა ბარსელონაზე 28.6 წავიდა მანჩესტერი ლიონზე და 27.4 ძალიან პატარა სხვაობით მოუგო ირლანდია უნგრეთს ეს exit poll-ის შედეგებია თუ საბოლოო არა ეს მე მგონი საბოლოო ხო არა ეს საბოლოო ოკეი საბოლოო მანჩესტერი ლიონი მოკლედ საუკეთესო კამბექი კამბექი ბოდიში წყლის კამბექი მე აუცილებლად უნდა ვთხოვო მაყურებელს რომ ვინც მონაწილეობა არ ვისაც მონაწილეობა არ მიგიღიათ ამ გამოკითხვაში კომენტარების ველი ამისთვის არსებობს ყველა ნომინაციაში თუ დაგვიწერთ თქვენს გამორჩეულ მომენტებს დიდი სიამოვნებით გავეცნობით და ვეცდებით რომ გიპასუხოთ კიდეც და ჩვენ ნელ-ნელა დახოდა იქება და გამოწერა არც ერთ ვარიანტში არ გავიწყნე. რა დავიწყეთ? ეს არის ძალიან ისეთი ძიმე უკვე ნეგატიური ნომინაციები წამოვიდნენ. შო დავიწყეთ დავაყარეთ ერთმანეთს. წლის იმედგაცრუება. ჩამოთვლ ნომინანტებს. მოჰამედ სალაჰი. ოკეი. მისი ან ფორმის ვარდნა და პლუს სკანდალი, რომელთაც დასრულდა წელი. სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც პირველად გაიმართა ამ წელს და საქართველოს ეროვნული ნაკრები. ხო. აბა, გისმენთ. მე მონტაჟებს თხოვ რომ ცრემლები დაგვადოს, როგორმე. მოდი მე დავიწყებ. და ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩემი ხმა ექნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ზოგადად, როდესაც ვეხებით იმედგაცრუებას ან ბედნიერებას, პირველ ადგილზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვიხარია, ან ყველაზე მეტად გტკივა. შესაბამისად 2025 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის იყო აი რაღაც მაღალ მწვერვალზე რო ახვალ და მე ელვის სისტრაფით დაეშვები იმ მაღალი მწვერვალიდან და სამწუხაროდ ისე წავიდა მოვლენები რომ დავიწყეთ ეს ვარდნა ქვევით უკვე მე მგონი ფსკერს სადღაც შევეხეთ რა და ჩვენს გადაცემებში წინა ეპიზოდებში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემებზე ჩვენს სტუმრებთან ერთადაც გირჩევთ რომ გადახვიდეთ და ნახოთ მოკლედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა ამ 2025 წელს ჩაატარა 10 მატჩი. ამ 10 მატჩიდან სამწუხაროდ წააგო 6, უпростоრად 5 წააგო ბოდიში, 1 ფრედი თამაშა, 4 მოიგო. მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება აქვს ვისთან აგერ და ვისთან იგებ, იმიტომ რომ გემახსოვრებათ 2 მატჩი მოვიგეთ სომხეთთან, რაც პრინციპში გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ სომხეთზე უკეთესი გუნდი ვარ და ეგ არ გვიყვირს. ფარერის კუნძულებთან მოვიგეთ 1 მატჩი და ნუ ის მეოთხე მატჩი მოვიგეთ ბულგარეთთან დინამო არენას. ეს იყო და ეს. რაც შეეხება მარცხებს ესპანეთთან წავაგეთ, თურქეთთან წავაგეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოვისმეთ და ხო, წელი დავხურეთ იმით, რომ წავაგეთ ბულგარეთთან. შესაბამისად, წლის იმედგაცრუება იყო საქართველოს ნაკრები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წინა წლები ქონდა გაცილებით უკეთესი. ევრო 2024 ყველას გახსოვთ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აქაც გულშემატკივრებშიც, რა ვიცი, 100 თუ არა 95%-ით მაინც იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ სალაჰის სიგიჟეებით მე მგონი რომ ბევრს არ მოსწონს და მესამე რა გქონდა რაზე? სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ხო, ნუ ეგეც ახლა არ ვიცი. მე საქართველოს ნაკრებს ვაძლევ მოკლედ ხმას. ნახე, ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ერთი ან ორი სიტყვით საქართველოს ნაკრებს რა მოვიდა არის ზღართანი გაადინა. მაგრამ არა უშავს
ბევრ ფილოსოფოსს უთქვამს, რომ ყველა დაცემას ადგომა მოყვება. უბრალოდ თავარია რომ წავიქცეთ, თავარია რომ დავეცეთ, მერე ვაღიაროთ რომ დავეცით და ავდგეთ და ერთად გავაგრძელოთ და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები, იმიტომ რომ არც სალაჰთან მაქვს ემოციური კავშირი არანაირი, გაგიკვირდებათ და არც საკლუბო ჩემპიონატთან მაქვს არანაირი ემოციური კავშირი, გარდა იმისა, რომ ძალით უყურებდით ხოლმე სამივე რომ მე რაღაცა ვიდეო ჩაგვეწერა. რომ ალგორითმი არ მოგვენეცხენებინა. ხო, კაი, ეს უყურებდა სიამოვნო. ჩვენ ძალი. და ნუ ხო, მალე დასაუწყებელი წელია, არაუშავს ვარსკვლავები არ იყვნენ ჩვენ მხარეს, რამე სხვას დავუბრალოთ. აი სალაჰის ამბავი რატომ იყო ის საინტერესო, რაღაც ისე დააგორდა, რომ აი რაღაც ძალიან დრამატული მასალაა ყველა დასასრულს, რომ აი ხა სალაჰს გააგდებენ ოთახიდან და წადი შენ ხა საუდის არაბეთში და რაღაც და უცებ happy end. ხო, რაღაც ისე დასრულდა, რომ თითქოს ორივე მხარე ჩაწყნარდა და ნუ რაღაც ეს საინფორმაციო ტალღა ამას გადაყლაპავს ამბავს და რაღაც სხვა თემები წამოიწევა. ამიტომ შენი სიმბოლური ხმა პრესტიჟის არა, ჩემი ხმაც საქართველოს ნაკრებისკენ წავა და ხალხის ხმაზე მე მგონი ასეთი ცალსახა ნომინაცია აღარ გვექნება. ჩვენ არ გვექნება. მოჰამედ სალაჰს აქვს 3.6%. კიდე ბევრია. სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს აქვს 6%. ეს ალბათ ჩელსის ფანები წერენ და პარის სენ-ჟერმენის სულტრამბები აქედან მოდის. და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქვს 90.5% წლის იმედი გაცხრებაში. საქართველოს იმედია მომავალ წელს უკეთეს ნომინაციებში გაიმარჯვებს. იმედია წლის მოულოდნელობა ან მოულოდნელი ბედნიერება ან რაღაც იქნება. ხო, საქართველოს ნაკრებს ის სოფლიო ჩემპიონი უფრო მაწყობს. ვერ გავდივართ ახლა უკვე. ვერ გავდივართ, რა იცი რა ხდება იქნებ რაღაცა თურქეთი დაიშალოს. ვიღაცა ჩახსნან? ვიღაცა დოპინგზე ჩავარდეს. რაღაცა აი ხო შეიძლება მოხდეს. იუგოსლავიის და დანიის ისტორიას ხდება. საქართველოს ნაკრებზე იმის თქმა მინდოდა რომ ბოლოს ბულგარეთთან წაგების მერე იქამდე ყველა ითხოვდა სანიოლი აუთ ჩვენც მათ შორის და გქონდა ამ თემებზე საუბარი. ბოლოს მე მგონი ბევრი ადამიანი შეთანხმდა იმაზე რომ იქ ვილი სანიოლის პრობლემის გარდა კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს და ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ისე გასახდელის პრობლემა და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2030 წელს ეგ ყველაფერი დაალაგდება. არის რაღაცები, რასაც აქ არ ვამბობთ, ასე ვთქვათ, ვერ იდებით საუბარ, შესაბამისად. ხო, შესაბამისად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველა მხრივ გვექნება პროგრესი და აი ეგ ნომინაცია რაღაცა 180 გრადუსით ამოტრიალდება და პოზიტივს შევინარჩუნებთ. გავაგზავნეთ. შემდეგს ვინ ეს რაღაცა გიორგის უწევს. ჰოპ ეგრე როა ჯეირანი. მიდი დაიწყე არა პრობლემა. მოიცა. ერთწავს. არის. თუ არ მოგეწონება მე. კი, არა, ამას მე წავიკითხავ. საჩემოა. წლის კატასტროფა. წარდგენილნი არიან. ერიკ ტენჰაგის ბუნდესლიგური კარიერა, აბსოლუტურად გეთანხმებით, კარიერა ძალიან ხვამაღალი დათქვამია. ეგ ძალიან კარგია. ალექსანდრ იშაკის დრამა გაქცევა ოუშენიდან თუ როგორ არის ის? შოუშენკიდან. ნიუკასლიდან. ხო, გაქცევა ნიუკასლ. გაქცევა ახალციხიდან. ხო. კაჯეთის ციხე რაღაც ეგრე ჩავსვა. და რონალდუს ინტერვიუ პირს მორგანთან. ოკეი. დავიწყოთ? მიდი დაიწყე. დაიწყე ეს. მე თავისუფლად შემიძლია სამივეს მივცე ხმა? და სამივეზე მქონდეს კარგი არგუმენტები. რეზის ბოტები მოიხოდეთ კომენტარებში და სამივეზე გაანაწილეთ თქვენი ხმები. კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუ არ იყო საფეხბურთო მოვლენა. ეს იყო რაღაც უფრო PR აქცია, რომელიც ალბათ ჩავარდა. იმიტომ რომ კომენტარები რო გადაგეხედათ, კრიშტიანო რონალდოს ისეთი მოდერეიტ ფანებიც კი უკმაყოფილო იყვნენ ამ ინტერვიუით, არსებობენ ესეთი ერთგული ფანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რონალდო ტრამპზე ცნობილია, შეიძლება მართლა არის ცნობილი, არ გამოურიცხავ. შეიძლება არის კიდე. ბეკჰემზე ლამაზია. სოფლიოს ჩემპიონატი არაფერი არ არის. და ასე შემდეგ. მაგრამ, თვითონ ინტერვიუს აი აშკარად ეთყობოდა, რომ რაღაც დაბერდა. და ცენზურა გვაგარსებაში, მაგრამ კარგი ქართული ხალხური გამოთქმა არსებობს, დაბერდა და ანუ აშკარად ჩანდა, ანუ მოდი ვნახოთ 2026 წელს რომ კრიშტიანო რონალდომ სოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. ის იტყვის რომ სოფლიოს ჩემპიონატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეს რაღაც 7 თამაშიანი ტურნირია და არაფერს არ წყვეტს. თქონდა არ იტყვის. არ იტყვის. იტყვის რომ ეს იყო ყველაზე მთავარი მიღწევა ყველა ფეხბურთელის კარიერაში და ამით მან ყველაფერი დაუმტკიცა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს იყო რაღაც მცდელობა გაემართლებინა მისი გოუთობა უფრო მისი ფანების თვალში და ჩემი აზრით ეს იყო ჩავარდნილი მცდელობა, იმიტომ რომ
რაღაც გამოხმაურება არ ქონდა ისეთი მოსაწონი, როგორცაც ალბათ ელოდა ისიც და პირს მორგანიც მაგაზე მისი ფანი ოდნავ გადახოვა რომ გავაკეთოთ რა თუ საშუალება იქნება მსოფლიო ჩემპიონატს არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ არა ძალიან დიდი ხანი მესმოდა მაშინ როცა მიდიოდა საუბარი იყო თუ არა მესი საუკეთესო ფეხბურთელი და მე არასდროს არ მithქვა ძალიან ბევრი ამბობდა რომ აი მსოფლიო ჩემპიონატი არაფერს წყვეტს მე ამბობ ზუსტად ეგ ადამიანები იმავე საღამოს ნუ ისე დღეში იყვნენ რომ ველაპარაკობდნენ და მეორე დილას უკვე იწერებოდა რომ მესიმ ფეხბურთი დახურა ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა უცებ და იგივე ხوار ხდება მე კრისტიანო რონალდოს ვეთანხმები ამ ფრაზაში ვეთანხმები რომ მსოფლიო ჩემპიონატი არის 7 თამაშიანი ტურნირი ძალიან დაბალი სათამაშო ხარისხით და რომელიც კიდევ უფრო დაბალი იქნება 2026 წელს 48 ნაკრებთან ერთად ეს არის რაღაც დაბალი ხარისხის სათამაშო ტურნირი რომელსაც ერთადერთი დატვირთვა აქვს რომ ნუ ახალ ფანებს იზიდავს ფეხბურთში ხო ანუ ყველა იწყებს დიდი სანაკრებო ტურნირით მაინც ფეხბურთის ყურებას. ამას ვთქვათ ხო ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის ლაპარაკი. ხო. მაგრამ ნუ რაღაც სიყალბე ძალიან ჩანდა მის ამ გამონათქვამში და ეგ იყო მთელი პრობლემა, მაგრამ ნუ სხვა ნომინანტები თუ მე სხვა ნომინანტებსაც ჩემზე ძალიან თავისუფლად დავუჭირო მხარი და რაღაც მქონდეს რაღაც არგუმენტები ამის სასარგებლოდ. უბრალოდ რატომ ვირჩევ რონალდოს? იმიტომ რომ ყელშია მომივიდა ორივე მხარის მხრიდან უკვე რაღაც თავის აი როგორ არის ქართულად არის პერეიგროვკაში რო გადადიან რა ანუ კრისტიანო რონალდო ყველანაირად ამტკიცებს რომ არის სტერეოტიპული ის ფიგურა რომელიც მის ირგვლივ იქნებოდა ხო აი რო გადავიდა არაბეთში და თამაში საუკეთესო მოთამაშედ რომ მისი გუნდელი დაასახელეს და ეს რომ ბრაზობდა რომ მე რატო არ მომცეს საპასუხოდ მესი გადავიდა ინტერ მაიამიში და პირველი ტიტული რომ მოიგო ძველ კაპიტანს ააწევინა თასი ის ყველანაირად ცდილობს რომ იყოს რაღაც good guy ეს ყველანაირად ცდილობს იყოს bad guy და ამას თითქოს უკვე ამით ცდილობენ რაღაც საკუთარი თავის კიდევ უფრო თავიდან წარმოჩენას ხო აი რონალდომ რომ პენალტი დაუნიშნეს და რო თქვა რომ არ იყო პენალტისაც რომ უთხრა არ წაუქცევა რომ ეს მე დარწმუნებული როგორ იყო იცი აი PR მენეჯერებს კითხა რა არ გამიკეთებია კარიერაში და აი ეს არ გაგიკეთებია და მოფწიჩკა ესეც რომ აი ესეც გავაკეთე რაღაც ცოტა დამღლელია უკვე ამის ყურება რა მე იცი რას ვფიქრობ მეც დიციონების სამივე ვარიანტს მივცემ ხმას უბრალოდ რა თქმა უნდა დავაფიქსირებ მეც რონალდოს ინტერვიუს და ერთი კონკრეტული რაღაცა 5 წუთიანი თუ 10 წუთიანი მონაკვეთის გამო ის რომ რონალდოს უნდა თუ თვლის რომ დონალდ ტრამპზე ცნობილია თუ დევიდ ბეკემზე ლამაზია ეს აბსოლუტურად მისი აზრია და ჩვენთვის ასე ვთქვათ საინტერესო თემა არ არის. მე ჩემ ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია იმ სოფლიო ჩემპიონატზე საუბარმა რა. როდესაც სოფლიო ჩემპიონატი არის ზოგადად საფეხბურთო მოვლენა, რომელიც აინტერესებს როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, ისე იმ ადამიანსაც, ვინც შეიძლება დიდად ჩახედული არ არის, ხო? შესაბამისად, იმდენად დიდი ყურადღება ექცევა და მნიშვნელობა ენიჭება სოფლიო ჩემპიონატს, თუნდაც იმ ერთი პორტუგალიელი ადამიანის გამო არ უნდა ეთქვა მსგავსი რამ, რომლებიც რამდენი ხანია წურავენ სოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის წარმატებას და ეხლა ამას როგორც რონალდოს ბოლო სოფლიო ჩემპიონატს ელიან აი წამებს ითვლიან მართლა რა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ რეზიმ რაც სხვა რაღაც დონეზე ვეთანხმები, რომ 7 მატჩიანი ტურნირია და შეიძლება რაღაცა ბევრი რამ არ წყდება იქ, ხო? მიუხედავად ამისა, გულშემატკივრების პერსპექტივიდან რონალდო რომელიც არის გუნდის კაპიტანი, ლიდერი ასე შემდეგ და პირველ რიგში ლიდერი გასახდელში, ამას არ უნდა ამბობდეს. ანუ არ აქვს მნიშვნელობა 40 წლისაა, 60 წლისაა თუ 80 წლისაა, ხო? იმიტომ რომ როცა კარიერას დაამთავრებს, მერე რომ სოფლიო ჩემპიონატის მოემზადება, სავარაუდოდ რონალდო იქნება ტიპი, რომელიც ან ელჩი იქნება FIFA World Cup-ის, ხო? უკვე არის პრინციპში და მერე მით უმეტეს იქნება და შესაბამისად, როცა პორტუგალიის თამაშებზე კამერას მიატრიალებენ და ეს ის იმაზე ტრიბუნაზე თუ რაღაცა ლოჟაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მის ტრიბუნაზე ყოფნას და მით უმეტეს როცა შენ გიწევს მოედანზე ყოფნა ეგეთი რაღაც არ უნდა თქვა იმიტომ რომ ძალიან კარგი თაობა ყავს რა უნდა პირიქით უნდა თქვა რომ ეს არის ჩემი ცხოვრების ტურნირი რაღაცა იმის და მიუხედავად ხა მესის მოგებული აქვს თუ არა აქვს მოგებული ეს მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით რა შენ ხარ პასუხისმგებელი შენს კარიერაზე და შესაბამისად სოფლიოს ველით მოუთმელად პორტუგალიელები განსაკუთრებით, ამიტომ მეც რონალდოს დავაფიქსირებ რა. ისე კრისტიანო რონალდოს მე მგონი მართლა არ უნდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. წინა ინტერვიუ გახსოვთ პირს მორგანთან, ზუსტად წინა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, როცა მანჩესტერიდან წამოვიდა. და იქ თქვა რომ ყველა საშინელი ფეხბურთელები არიან მანჩესტერში, არავინ არ ვარგაო და ამ დროს შედის პორტუგალიის გასახდელში და იქ ბრუნო ფერნანდეში დაალო, ვიღაცები დახვდნენ მანჩესტერიდან და რაღაც ისე ცოტა ცივი მისალმებები რო იყო და რაღაც. შეიძლება მართლა არ აქვს იმ კაცისთვის მნიშვნელობა და ყველა დლანძღავთ აქ.
ყველა თავისებურად უყურებს ალბათ რაღაც პრიორიტეტებს ცხოვრებაში. მე ეს უნდა ვთქვა რა. ერიკ ტენ ჰაგის ბუნდესლიგური კარიერა ჩემი აზრით არის წლის კატასტროფა და გეტყვით რატო. ერიკ ტენ ჰაგს აქვს ამდენხნიანი გამოცდილება, აიაქსში აქვს ბოლო ნამუშევარი, რეალი ყავს გაგდებული მანჩესტერში. ნუ ამ მანჩესტერით რაღაცას რო აკეთებ, უკვე კარგი მწვრთნელი. ორი ტიტული აქვს მოგებული. პრო ლიცენზია აქვს. მე არ მაქვს მაგხელა გამოცდილება და მაქვს C მარტო. ანუ C-ს მე არის B, A და მე არის პრო. მეც კი უფრო დიდხანს გავკაჭავდი. უფრო გვიან გამაგდებდნენ. რაღაცა ისეც ვიტყოდი, რომ აი იცი რა დრო მჭირდება ან რაღაცას ვიტყოდი. ისე მაგაზე ხო ამბობენ იკარო სანამ სეზონი დაიწყებოდა, მანამ იყო გადაწყვეტილი ტენჰაგის გაგდებაო და არა, სანამ შეარცხვინეს ტიპი თითქოს სანამ სეზონი დაიწყებოდა, მანამდე იყო გადაწყვეტილი მაგის დანიშნვა. და დანიშნეს და ეგრე ანუ მე ბევრად დიდხანს გავკაჭავდი. ამიტომ ჩემი ხმა ერიკ ტენ ჰაგს. ანუ ტენ ჰაგს მეც დაუჭერ ხარს, იმიტომ რომ შემიძლია დაუჭირო მხარი, იმიტომ რომ თქვათ რაც გააკეთა იმ ორ თამაშში, ის ორ თამაში საშინელი იყო ხარისხით. მაგრამ იმ თამაშებამდე რაც გააკეთა, როცა გრანიტ ჯაკა რეალურად აიძულა რომ წასულიყო გუნდიდან, იმიტომ რომ არ დაურეკა, ცოტა მძიმე ტიპი ეთყობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ უფრო დამნაშავეა ტენ ჰაგი თუ ხელმძღვანელობა კლუბის, რომელმაც მოიყვანა ტენ ჰაგი და რომელსაც უნდა ქონოდა წარმოდგენა თუ რა პროექტს აშენებს საერთოდ და რა უნდა საით იყურება და თუ მოყავს მწვრთნელი ორ თამაში რატო აგდებს. რა პროექტსაც არ უნდა აშენებ, მე მაინც დიდხანს გავკაჭავდი. ამიტომ ჩემი ხმა ერიკ ტენ ჰაგს. გულშემატკივრის კითხარი და ეგ არის. გულშემატკივრების ხმა კრისტიანო რონალდუს. ამ შემთხვევაში დაემთხვა ჩვენი აზრი. დაემთხვა იკას და ვეკას ხლებით გვაინტერესა. ის არ იტყვის ახლა კრისტიანო რონალდუზე ცუცა, მაგრამ ტენ ჰაგზეც არ იტყვის. რომელს? იშაკს ხმა? ისე იშაკსაც უნდა ითქვას რომ ტენ ჰაგს? რონალდუს? იკა მაკედან შენი? იშაკს. ო, იშაკი დაიმტრა? მომდენო რამდენიმე თვე კიდე არ ითამაშებს? არა. ეხლა შესვენებაზე რო ვიყავით გასული, ამომიგდო რომ არც ერთი უბედურება? ხო. ნუ არა უშის, რაც და რა ფიქრებით აბაკუნა საფულში, იმის შესაბამის სეზონს ატარებს ჯერჯერობით ლივერპულში. იშაკი აქ იმიტომ შევიყვანეთ პრინციპში რომ არ მოგვეწონა მისი ქცევა, როგორც მოიქცა ნიუკასლს ცოტა დრამაქვინობა გამოუვიდა ასე ვთქვათ და ზუსტად არა. ის არ მithქვას რომ 52% აქვს 52.4 კრისტიანო რონალდუს, იშაკს აქვს 25 და 22.6 აქვს ერიკ ტენ ჰაგს. მე გეტყვით რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. სანამ შემდეგ ნომინაციაზე გადავალთ, ირაკლი კიდევ ერთხელ რეკლამას გაუკეთებს და შეგვახსენებს თუ სად ვიმყოფებით. აჰა, სანამ შენ გახსნი. კი ბატონო, ანამდე ვიტყვი, ფაქტიურად სამსახურში ვარ ახლა. კიდევ ერთხელ მადლობა წავკის Party House იმისთვის რომ დაგვითმო საახალწლო სპეციალისტვის ეს სივრცე გათბობებით მოგვამარაგა და კიდევ ერთხელ ვთქვათ ის რომ თუ გსურთ ან კორპორატიული ან ბანკეტი ან ქორწილი ან ნათლობა ან უბრალოდ თუ დაბადების დღე თუ უბრალოდ ოჯახთან ერთად ან მეგობრებთან ერთად გინდათ რომ იფირავოთ რაღაც სივრცე სადაც არის აუზი აღწერაშია ამ გვერდის page, Facebook page, გადადით, დაალაიქეთ, გამოიწერეთ, დაურეკეთ, დაჯავშნით. კი ბატონო. შემდეგი ნომინაცია ჩემო კარგებო არის წლის აღმოჩენა, რაც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ ზოგადად თითოეული საფეხბურთო წელი ჩუქნის ახალ ტალანტს. და თუ ტალანტს არა, შეიძლება ისეთ ფეხბურთელი იყოს, ვინც მაგალითად 25-27 წლის ასაკში გაიხსნა, მაგრამ არის ფეხბურთელები, რომლებიც გამოანათებენ იმ წელს, რომელზეც ვსაუბრობთ რეალურად. სამი კანდიდატი ვინც შევარჩიეთ და შევიყვანეთ ასე ვთქვათ გამოკითხვაში იყვნენ ნიკ ვოლტემადი შტუტგარტიდან გადასული ნიუკასლში შესაბამისად ორივე გუნდი ჩაითვალა ამ შემთხვევაში ნიკო პასი მადრიდის რეალის ტალანტი არგენტინელი რომელიც კომოშია არენდით და სავარაუდოდ დაბრუნდება მალევე მადრიდის რეალში და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი დეზირი დუე რეზიმ დაიწყოს ჩემი ხმა ნიკოპას. ნიკოპას აქვს ერთი ისეთი დიდი დამსახურება, რაც სხვებს არ აქვს, არგენტინელია. ანუ ნიკოპასი არის იმედი, რომ ფეხბურთში დაბრუნდებიან 10-იანები. ხო, გინახავთ მესის და ზიდანის ის ცნობილი ვიდეო რა ადიდასმა ჩაწერა, სადაც ორივე ამბობს, რომ აი 10-იანები გაქრნენ ფეხბურთში და მოკვდა ეს რაღაც ამპლუა თუ პოზიცია თანამედროვე ფეხბურთში, რომ ესეთი თავისუფალ მხატვარს ახლა სივრცეს არავინ არ მისცემს. მთელი რიგი მიზეზების გამო ძალიან დიდი ტაქტიკური განხილვა დასჭირდება. ნიკო პასი აჩვენებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში არის 10-იანების ადგილი იმ სტრუქტურირებულ
რაღაც ფიზიკურობაზე აგებულ ფეხბურთში შეიძლება იყოს მოთამაშე, რომელიც იდეალურად მოქმედებს ხაზებს შორის, თან ნიკო პასი მოქმედებს როგორც ნახევარდაცვის და შეტევის ხაზს შორის, ასევე ნახევარდაცვის და დაცვის ხაზს შორის. ანუ ყველა სართულზე მონაწილეობს შეტევის მშენებლობაში, იდეალურად იხსნება და რაც კიდევ არანაკლები მნიშვნელოვანი ნიკო პასი არ არის ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ რაღაც ხაზებს შორის გაიხსნება და იქ ბურცელდება, თუ საჭირო აჩქარებებსაც აკეთებს და თამაშობს პრესინგის მოთამაშე გუნდში. კომოში პრესინგის აქტიურად მოთამაშე გუნდია და ისიც ამ პრესინგის ნაწილი, ანუ შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში ვიხილოთ რაღაც 10-იანი, რომელიც რაღაც გენიალურ გადაწყვეტილებებს იღებს, გენიალურ პასს აკეთებს, გენიალურად ურყავს, მაგრამ ამავდროულად არის რაღაც გუნდის გუნდური მექანიზმის ნაწილიც. ამიტომ აქ ეს რაღაც ცლად ბოლომდე ჩემი აზრი არ არის, ამაზე საუბრობს თქვა ფაბრეგასიც, ტოტიც და სხვაებიც და სიმბოლურია რომ ეს როლი, ამ როლის რაღაც დაბრუნება ხდება იტალიაში, რომელიც ცნობილი იყო სწორედ ესეთი 10-იანებით, მანჩინი, ბაჯო, დელ პიერო, თუნდაც იგივე ტოტი და ასე შემდეგ და ამიტომ ნიკო პასი არის ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი, ჩემი აზრით და ამიტომ ჩემი ხმა ნიკო პასი. ნიკო პასი ერთადერთი იმას დავამატებ რეზი სტატისტიკურადაც რომ მივცეთ ასე ვთქვათ ინფორმაცია და შევახსენოთ გულშემატკივრებს დუბლამდე ასე ვთქვათ 10 პასი 10 გოლი კალათბურთის ტერმინები რო გადმოვიტანოთ ერთადერთი გოლი აკლია იმიტომ რომ ამ მომენტისთვის როცა ჩვენ ამ გადაცემას წერდით დღეს არის 22 დეკემბერი ნიკო პასს აქვს 9 გოლი და 10 პასი ცუდი ის არის ამ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად რომ სუპერთასის გამო კომომ ამ ტურში ვერ ითამაშა და შესაბამისად ერთი თამაში აქვს დარჩენილი კომოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქ ერთ გოლს გაიტანს და დუბლს შეასრულებს მოკლედ და აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში იმიტომ რომ ვისაც ძველი ფეხბურთი უყვარს რეალურად 20 ალბათ მე-20 საუკუნეების ბოლო და 20 ხო დასაწყისი 21 საუკუნის 10-იანი იტალიაში მობურთავე ეს ტერმინი რო გამოვიყენოთ 10-იანი ძალიან საინტერესოა და ძალიან ლამაზად ჩანს მე აი დაახლოებით იგივე მიზეზის გამო ნიკ ვოლდემატი რომელსაც ვოლდემორს ვეძახი მე პირადად იმიტომ რომ თავიდან ვერ დავიმახსოვრე სახელი და ვოლდემორი უფრო მარტივი იყო ანუ ჩემი აზრით რატომ ხო იმიტომ რომ რო უყურებ აი რაღაცას გახსენებს რა აი ზუსტად იგივეა მაღალი ცხრიანი ეგეც ფიოლერს გახსენებს იან კოლერს როდი ფიოლერი გავს ხო ფიოლერსაც ნუ უფრო აქედაც უფრო მაღალია ვიდრე ფიოლერი იან კოლერი რაღა კრაუჩი და ასე ხო ნუ მაღალი ტარანის სტილი ცხრიანები რა მაღალ ცხრიანს რა და ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ მოთამაშეში და წელს კარგად გამოჩნდა შტუტგარტშიც და ნიუკასლშიც კარგად ჩანს პირველი არის ის რომ ანუ აი პირველი რაც წარმოგიდგება რომ მაღალ 9 ნომერზე რომ საჯარიმოში დააყენე კარგი ფლანგის გამქცევი და ჩააწოდე დაასვი თავზე და ეგრე არ თამაშობს ანუ ეს სულ ეძებს სივრცეს სულ ყოველთვის ელოდება მცველს რომ გადაწყვეტილება მიიღოს და იმის მიუხედავად რომ 2 მეტრიანი აყლაყუდა კაცია მცველი გადაწყვეტილებას რო იღებს უცებ შეუძლია რომ გადაეწყოს რომ ანუ მცველი ამ სივრცეს ითვისებს, კაი, წავედი იქით სივრცეში. თან რაღაცა მე ცოტა ნოსტალგიურად ვარ 2000 წლიანი 2000-იანების ფეხბურთის მიმართ და ამიტომ ნიკო პასზე აბსოლუტურად გეთანხმები. ის 10-იანს აბრუნებს, ეს 9-იანს აბრუნებს. იმის მიუხედავად 10-იანი მე უფრო მოწონს, მაინც 9-იანი უფრო გვაკლია. ვოლტე მესის უძახიანი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ტექნიკურიც არის. პლუს და ანუ აბსოლუტურად გეთანხმები რომ სიღრმეში ჩამოსულები იქ ცოლის ამოკვეთ ცრუცხრიანადაც თამაშობს ანუ ეს არ არის რაღაც საჯარიმოს ფორვარდი ჩვეულებრივი სხვათა შორის ვოლტემადეს სტატისტიკა 33 გოლი შეაგდო 2025 წელს და განსაკუთრებით რა მინდა აღვნიშნო ზოგადად ჯერ ერთი ხო როდესაც გერმანული ფეხბურთიდან მიდიხარ ინგლისურ ფეხბურთში ცადადე დამიწავა სხვაობა და კარგია რომ ადაპტაცია კარგად გაიარა პრინციპში და ნიუკასლი კარგი გუნდია თუმცა ნიუკასლის ფეხბურთელს ყველაზე ცუდ სიზონში ალბათ შეიძლება დაესიზროს ის რაც ვოლტემადეს დაიმართა 2 კვირის წინ ყველა ალბათ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ დერბიში ყოველ შემთხვევაში სანდერლენდი ნიუკასლში შეაგდო ავტოგოლი და ნუ რა თქმა უნდა სანდერლენდის გულშემატკივრებმა ააგდეს და არ ჩამოაგდეს და მერე აი ეს სირცხვილი მოდი დავარქვათ ამას სირცხვილი რო ჩამოეწმინდა გამოვიდა აგარ ჩელსისთან დუბლი შეასრულა ამ სტატისტიკაზე რომ მუშაობდი 31 გოლი ქონდა დუბლი შეასრულა ჩელსისთან და აი ზუსტად ისეთი გოლები გაიტანა იქა როგორიც შენ აღწერე რა აი სწორი გახსნა საჯარიმოში და არა მხოლოდ ის რომ აი თავარია მაღალი ჩავაწოდოთ და მოდი ნიუკასლის სანდერლენდზე მაინც ვთქვათ იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც მაყურებელმა არ იცოდეს იმდენად ვერ იტანენ სანდერლენდის ფანები ხო სახელიც არ ეწერა სანდერლენდი ნიუკასლი ეწერა სანდერლენდი და ვიღაც სტუმრები რა. ისე ეგ მე მგონი პირიქით ხوار გამოვუვიდა. დისრესპექტი? არა, ანუ
ვიღაც სტუმრები დაამარცხეს, ნიუკასლი დავამარცხეთ არჯობდა, ეჩვენებინათ რა. არის ცოტა გოლში აგდებდა. თუმცა ჩემო მეგობრებო თქვენი აზრები კი გაიყო და სხვა მხარეს წავიდა ცოტა ემოციურ და ძველ ფეხბურთში, მაგრამ ამ კონკრეტული ნომინაციის გამარჯვებული გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელიც არის დეზირი დუე. 42%-მა 53%-მა თითქმის ჩვენი მაყურებლებისა დეზირი დუეს დაუჭირა მხარი, რომელსაც ჰქონდა 19 გოლი და 15 ასისტი, ესეც იმ სტატისტიკის ჩათვლითაა, ანუ გუშინ PSG-ში თუ გუშინ წინ მოიგო საფრანგეთის თასზე მორიგი შეხვედრა. პრინციპში არ გვაქვს უფლება იმისა, რომ როგორმე ეჭვი შევიტანოთ ამ იმაში, იმიტომ რომ დუეს ჰქონდა საოცარი სეზონი. თან რატო არის რატო შევიყვანეთ ამ იმაში, ამ ნომინაციაში დუე. 2025 წელს, როდესაც PSG-მ დაიწყო რაღაც აღმაფრენა და სვლა იმ ჩემპიონთა ლიგური ტიტულისკენ, დუე იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა ამ გუნდში. მას შექონდა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი კრეატივი ნახევარდაცვა და ფორვარდებს შორის, იმიტომ რომ დუე არ არის კლასიკური ვინგერი. დუე არ არის ცენტრ ფორვარდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ თამაშობდა ხოლმე და დუე არ არის ცენტრალური ნახევარმცველი რაღაცა კლასიკური გაგებით, მაგალითად როგორც ჟოაო ნევეში, ხო? შესაბამისად, დუე აბსოლუტურად ვეთანხმებით მაყურებლებს, მათ გაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრები გაიყო, მე დუეს დავაფიქსირებ ამ შემთხვევაში. თან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ფანტასტიკურად ითამაშა. მივანდოთ ჩვენს კადრს მიღმა არა, დუეზე ერთი რაღაც უნდა დავამატოთ, რომ ჩემთვის ლიგის ფინალში ორი გოლი გაიტანა. ორი გოლი გაიტანა. ჩემთვის პირადად აღმოჩენა არ იყო, იმიტომ რომ რეინიდან მახსოვს. რეინიდანაც მახსოვს. აი ძალიან პერსპექტიული იყო ფუტბოლ მენეჯერში, ვიპოვე 2 წლის წინ რა და მისი ძმა როგორ მოგწონს? გელა დუე. მისი ძმა ცოტა სხვა პოზიციაა, მაგრამ წლევანდელ FIFA-ში თუ Ultimate Team-ს თამაშობთ, თუ დაეულშენებთ, კაი მცველი გამოდის. ოკეი. ბიჭებო, თქვენ რას ფიქრობთ? ბექამ დუე დამიდასტურა მე მგონი, ხო? დუე ჩვენი აზრით დუე, ისევე როგორც მაყურებლების აზრით. 4-1-1. კი ბატონო. წავედით შემდეგი ნომინაციისკენ, ორივე დაიძრა სადმიდის ეს ხალხი არ ვიცი. მე პლანშეტს ვდებ, გააჩნია რა შეიძლება ავიღო უკან. იქ შპარგალკა მაქვს რა. რა არ უნდა გამომრჩეს. ეს არის წლის პროგრესი. ნელ-ნელა მივდივართ კულმინაციებისკენ, ამიტომ ვიდეოს ლაიქის დროა ეხა ზუსტად. წლის პროგრესი. წარდგენილნი არიან. სკოტ მაკტომინეი. ოკეი. 18 გოლით და 6 ასისტით. ჟოაო ნევეში 14 გოლით და 6 ასისტით და რაიან შერკი 15 გოლით და 24 ასისტით. აქ ძალიან საინტერესო საუბრები წავა ჩემი აზრით. იქა ხო დაიწყებთ. ვის ვინ ყავთ კანდიდატად? მე მყავს შერკი. კი ბატონო. ბევრი მიზეზის გამო. პირველი მთავარი მიზეზი არის ის, რომ შერკი ძალიან პატარაა რეალურად. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ალბათ 1-7 წელი ეგვარი გვესმის. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო და პროგრესი უზარმაზარი, თუ პროგრესზე ვსაუბრობ, ალბათ უზარმაზარი პროგრესი განიცადა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ლიონში რომ თავისუფლება ჰქონდა და ყველაფერი შეეძლო ეკეთებინა და ელოდებოდა ბურთს რაღაც აი ძველათიანს რო თამაშობდა დაახლოებით ცოტა ფლანგისკენ, მაგას აკეთებდა თან იდეალურად და გადმოვიდა გუნდში, სადაც დახვდა ანუ ყველაზე არასაჩერკე მწვრთნელი რა, რომელსაც აქვს დოგმები, რომ აი ფეხბურთი ითამაშება ესე, უნდა გააკეთო ეს, რა ბონაპას თუ გააკეთებ ინტერვიუზე, მე ძალიან ცუდ რაღაცეებს იტყვის შენზე და შერკი რეალურად განვითარდა. ძალიან საინტერესო ერთი სტატისტიკაა, რომ საშუალოდ ან ოღონდ ძალიან უხეშად არის დათვლილი ეს 6-7 შეხება ჰქონდა შერკის, როცა იყო ლიონში სიღრმიდან. უფრო მეტად ელოდებოდა, რომ გუნდს ბურთი მიეტანა იქამდე და მერე შეექმნა რაღაც ეს რა საგოლე მომენტი, ან ასისტი გაეკეთებინა, ან დაერტყა. მანჩესტერში უკვე ორჯერ გაიზარდა. 12-13 ეხება საშუალოდ რა და ამასთან ერთად 2024-ში ერთი წლით რო გადავიდეთ 1.2-დან 1.4-მდე საგოლე შანსს ქმნიდა მატჩი. XG არა, XA რო გამოთვალ. XA რო გამოთვალ და წელს უკვე ჰალანდი ყავს და ეს გაიზარდა 2.3-სა და 2.6 შორის მერყეობს. ამიტომ ჩემი ხმა რაიან შერკის. ჩემი და ბექას ძმაკაცის სამყარო ფეხბურთელს რაიან შერკის. რეზი. ჟოაო ნევეში ჩემი აზრით იყო ყველაზე პროგრესული, იმიტომ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო პარი სენ-ჟერმენისთვის. პარი სენ-ჟერმენის ნახევარდაცვის ტრიოში, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა,
პლუს ითამაშა რამდენიმე პოზიციაზე. როგორც ნახევარდაცვაში იყო თამაშები, როცა მარჯვენა მცველად თამაშობდა. მახსოვს ერთ-ერთი პირველი პოდკასტი იყო, როცა დავიწყეთ კეთება, მაშინ ვაჩვენებდით, რომ მარჯვენა მცველად გამოვიდა იმ შეხვედრაში. პლუს გოლები გაქვს სტანდარტებიდან. სტანდარტების დროს იცის ხოლმე შორეულ ძალთან ჩაიმალება და იქ შერბის და გოლი გაქვს. ამიტომ არის ჯოუნევს ჩემს არ ფეხბურთელი, რომელიც გონია რომ რაღაც დროს ოქროს ბურთს მოიგებს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველია. ეს დაიქეს თუ დაიქათა წლების მერე. მაგრამ ჩემი ხმა მაინც არ წავა ჟოუნევისკენ, ჩემი ხმაც წავა რაიან შერკისთან. იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ბოლო თამაშები ახდენს გავლენას, როცა უკვე ძალიან გწყინავს. ადრე მაქვს საკითხული, რომ ადამიანი რომ იზრდება, მთელი ტრაგედია რაშია, რომ ის კარგავს იმ ბედნიერებას, რაც მოყვება, აი მისი მიზეზით რომ რაღაც ხდება, აი პატარა ნინა რო დარბის ახლა, აი რაღაც სათამაშო რო წააქცევს, ბავშვი ხო უხარია, იმიტომ რომ მან წააქცია ეს. აი რო გაიზრდები უკვე ეგეთი ბედნიერება დიდწილად იკარგება, აღარ გაქვს. აი შერკი მგონია რომ სულ ბედნიერია რო თამაშობს, რაღაცას რო აკეთებს ბედნიერი მგონია და აი რაღაც ამ ცოტა რობოტიზებულ ფეხბურთსაც ყველა დაძაბული სახით თამაშობს და სერიოზულად და რაღაც და უკვე კომბინაციები წინასწარ იხაზება და ეს კომბინაციები ერთ მეორდება და ალგორითმულად არის დაყვანილი. აი მის რაღაც თავისუფლება ცოტა ნოსტალგიურის გამოდის გადაცემა, მაგრამ რაღაც ახალწუდი ხდება ალბათ. კი ბატონო. ამიტომ მეც შერკის დავუჭერა მე ნომინაციაში. ამ შემთხვევაში ჩავიჭრიტე და გამახსენდა რა ეწერა პრინციპში გამარჯვებულში სკოტ მაკტომინეიმ მოიგო ეს ნომინაცია და მოდი ჩემი აზრებიც გადაიხრება პრინციპში სკოტ მაკტომინეისგან ჩემი ანტონიო კონტესადნი სიყვარული და ნოსტალგიები არ მაპატიებს იმას რომ სკოტ მაკტომინეის არ მივცე ხმა და რატო სულ რამდენიმე სიტყვით ავხსნი პრინციპში როდესაც მაკტომინეი გადავიდა ნაპოლიში მახსოვს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში თქვა რომ როცა ჩემმა აგენტმა ამირეკა და მითხრა რომ ნაპოლიდან იყო ინტერესიო პირველი რაც ვქენიო დავგუგლე კონკრეტულად იტალიის რომელ ნაწილში მდებარეობდა ნეაპოლიო რა იმიტომ რომ ხო ვიცით ჩრდილოეთ იტალია უფრო ცნობილია ასე ვთქვათ სამხრეთ იტალია იმდენად არა შესაბამისად სრულიად სხვა ფეხბურთში გადმოსული სკოტ მაკტომინეი თან ისეთი გუნდიდან სადაც არა მხოლოდ ფეხბურთის თამაში ჭირს, არამედ ფსიქოლოგიური მდგრადობაა პრობლემა, ჰარი მაგუაირი დამეთანხმება ამ იმაში პირველ რიგში, სკოტ მაკტომინეი გახდა ნაპოლის, რა ვიცი, სული გული, ხერხემალი და ძალიან რთულ სეზონში მოახერხა ის, რომ მოიგო იტალიის სერია A. დაძლია აგერ ჩვენი მეგობრის გუნდის ძალიან რთული კონკურენცია და საბოლოო ჯამში გახდა იტალიის ჩემპიონატ საუკეთესო ფეხბურთელი. რაც ერთი რიგითი შოტლანდიელისთვის ჩემი აზრით საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. თან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა, მოკლედ რო ვთქვა და მოკლედ მე მსოფლიოზე გავიდა და კიდე ერთი ამბავი მან ცოტა გავაბანძებ მაკტომინეს. პირველი შოტლანდიელი არ არის ვინც ნაპოლის მოაგებინა. მოაგებინა? სერია A. ვინ იყო პირველი? დიეგო მარადონა. კითხე ნებისმიერ შოტლანდიელს სადაურია. ხელით რადგან გაუტანა ინგლისს და შოტლანდიელები ვერ იტანენ ინგლისს, ამიტომ მთელი შოტლანდია თვლის, რომ მარადონა არის ესა შოტლანდიელი. სკოტ მაკტომინეის პროგრესი ჩემი აზრით აუცი. პირდაპირ კონტეზე არის მიგმული, მაგრამ მან მოუძებნა ის როლი. მე სკოტ მაკტომინეის იმიტომ არ ვაძლევ ხმას, რომ მეჩნია რომ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი სხვა იყო ნაპოლიში. იყო აი გრიზლის საყვარელი ლუკაკო. ანუ მაკტომინეის ამდენი გოლი გაქონდა, იმიტომ რომ ყველა მცველი გადადიოდა ლუკაკოზე. ნუ ორი მცველი გადადიოდა მაინც ლუკაკოზე. ამიტომ ნუ ხალხის ხმა არის სკოტ მაკტომინეისთან. რამდენი პროცენტია? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ხმის მიცემის შედეგი. სკოტ მაკტომინეის აქვს 51.7, ჟოუნევის აქვს 38.1 და ჩვენს ფავორიტ შერკის აქვს 20.2. ხო, ნუ ლოგიკურია რომ ესე ახლო დახმარება გჭირდება. კი, ანუ შერკი, შერ მაკტომინეი. მაკტომინეის პროცენტი რატო? შერკი, მაკტომინეი. შენ ესე იგი ჩვენ მოიგო თქვენმა შერკი. ილოც ვერ მოიგო, მაკტომინეი შენ ხო შერკის არა, მაკტომინეი. იქ ორი მამიცა მაკტომინეის. მე მეგონა იქამ მის თქვა შერკი. არა. ოკეი. სკოტ მაკტომინეი მოიგო როგორც ხალხის, ასევე პოდკასტ შედეგს მიღმას შედეგებით. წავედით შემდეგი მე მიწერს თუ არა? მე კარგა მე მომიწია? არა, შენ გიწევს. არ მე მიწერს. აჰა, შენ გიწევს. არ მოეწონა ირაკლის დიდად, აბა ნახოთ რა არის. აჰა, წლის გოლი. ეს პრინციპში არის როგორი ისა, იცი, ვიზუალურ მხარეს თუ ვიზუალურ სიამოვნებას თუ გვრის, ეხა აქ დეტალურად რა ვიცი, რა უნდა ვილაპარაკოთ. მოკლედ ვარიანტები და ნომინაციები, ხო და დარწმუნებული ვარ კომენტარებში ბევრი ისეთი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს, რომ აი ის გოლისაც აიღეთ,
პუშკაშის გოლისაც წაიღეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად მესმის თქვენი და დაგვიწერეთ რაც უფრო მეტი საინტერესო გოლი იქნება კომენტარებში ვით უკეთესი. თან შეიძლება გამოგვრჩა ახლა მაგას ფეხბურთელი კაი ჩანს, მაგრამ გოლი შეიძლება გამოგვრჩა რა. ჩვენს ვარიანტებს რაც შეეხება დეკლან რაისის ჯარიმა მადრიდის რეალის წინააღმდეგ, სკოტ მაკტომინეის გენიალური მაკრატელა დანიის წინააღმდეგ, სობოსლაის ჯარიმა არსენალის წინააღმდეგ, ეს უკვე სეზონია, ნიკი ვან დერვენის საოცარი გარღვევა კოპენჰაგენის წინააღმდეგ, რიშარლისონის მაკრატელა ბანლის წინააღმდეგ და პიოტრ ჟელინსკის ვოლი ქვია, ხო ალბათ მაინც. ჰელას ვერონას წინააღმდეგ. თქვა პირდაპირ გამარჯვებული თუ ნუ ჩვენი ხმები ვთქვათ და მე გადავიდეთ რა. ჩემი ხმა მიკი ვან დევენს ანუ მაკრატელა გადის ფეხბურთში ხშირად არა, მაგრამ აგერ ჟოუნევეშნო წინა ნომინანტმა ერთამაში ორი გაიტანა ამ სეზონში. მაკრატელები მოკლედ გადის, ბენგერები შორიდან დარტყმები გადის, ტექნიკური რაღაც ესეთი დრიბლინგიდან გატანილი გოლებიც გადის და მაგრამ აუცილებლად ძველი აკეთებს დრიბლინგს თავის საჯარიმოდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მაღალ სიჩქარეზე, ეგეთი გოლები ცოტა თუ ძალიან ცოტა გადის, ამიტომ მიკი ვან დევენს შემიხარ. აი ჟელინსკის გოლიც ეგ ჩაწოდება და ერთ შეხებით გოლი ეგეც იშვიათ, შედარებით იშვიათია უკვე რა კუთხურ სტანდარტიდან რო ეგრე ჩააწოდა, მაგრამ მაინც მიკი ვან დევენს, იმიტომ რომ მცველმა მთელი გუნდი მოატყოს, არა სიგიჟე ვერ გავიხსენე ფიზიკურად. მეც გეთანხმებით მაგაში. გულშემატკივარს რაც შეეხება დეკლან რაისის მეორე ჯარიმამ ნიშნულობა საოცარი თამაში იყო, მაგ გოლმა ძალიან ბევრი რამე გადაწყვიტა, იმიტომ რომ მადრიდის რეალს ორ ჯარიმას გაუტანა ერთ თამაში, ბევრი არსენალის ფანი ყავს. გამოწერებში 54% დააგროვა მოკლედ დეკლან რაისის ჯარიმამ. ან რეალი რო იყო, რეალი არა. შეიძლება ხო ბარსელონას ფანები იყვნენ. წმინდა გავიხსენო რომ თუ გახსოვთ სონმა ტოტენჰემის ლეგენდამ ბანლისთან გაიტანა თითქმის იგივენაირი გოლი როგორც მიკი ვან დერვენმა, ესე მისი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი, ლაბირთელი ბანლი მოატყუა, მწვრთნელიან გულშემატკივრიანად და იმ გოლმა იმ წელს მოიგო პუშკაშის ჯილდო. შესაბამისად აქვს მოკლედ ამ გოლსაც ძალიან სერიოზული ხალხის ხმები. დეკლან რაისმა. ხო და თან სონი დეკლან რაისმა მოიგო კი მაგრამ თან სონმა გააკეთა, ნუ კაი სონი შემტევია. ეს ჩვენია ცენტრალური ფლანგიც არა. მაგრამ ნუ სისწრაფით და ტექნიკით გამორჩეული მცველია. რომელზე გავიდა ვან დევენის გოლი? მეორე. შემდეგ მაშინ უკვე და ჩავატაროთ არჩევნები. მიკი ვან დევენი. მეც მიკი ვან დევენს ვაძლევ ცალსახად. მიკი ვან დევენი. ნუ ჩვენი აზრი ეგეთია რა. გულშემატკივარს მისი აზრი აქვს, ჩვენი აზრი აქვს. გაიყო ჩვენი აზრები. სხვათა შორის ხობა იყო, იმიტომ რომ რაის ჰქონდა 44%. მაშინ ხო ყველა ვარიანტში იქნებოდა. 16% ჰქონდა მიკი ვან დევენის გოლს. შემდეგი არის მე ვფიქრობ რომ მივხვდი რაც არის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ხო? ხო, წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, აქ სალაპარაკო ჩემი აზრით ბევრი არაფერი არ არის. ძალიან მარტივად, ნუ ხვიჩა, ზურიკო და ჟორჟი არიან. სავარაუდოდ საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გახდეს ის, ვინც მოიგო ყველაფერი რაღაც დებილური ტურნირის გარდა, ყველაფერი მოიგო. თან წლის ბოლოს ერთ დებილური ტურნირის დამატა. ხო, რაღაც რომელიც საერთოდ ტარდებოდა უკვე აღარც მახსოვდა. მეც მეგონა რომ ის რომ დაინიშნა ეს აღარ იყო. ისეთი ტურნირი იყო რომ სეტანტას და სილკს არც ერთს არ ქონდა ჩვენება საქართველოში თითქმის ვერ აღარ. განა არ იყიდეს. გამორჩათ რომ აუ ისიც იყო რაღაცა გვიანი. ხო, ეგეც დაამატა და თან აუცილებლად სათქმელი რაც არის ის რომ აი ეს ყველაფრის მომგები პარის სენ-ჟერმენი ესეთი მრისხანე არ იყო ხვიჩას გადასვლამდე. ხო, არა, შეტევაში ის დინამიკა რაც შემოვიდა, არა, ესე რომ ყველაფერს მოიგებენ ესენიო, არავინ არ იცოდა. არა, შეტევაში ის დინამიკა რაც შემოვიდა, როცა იცვლებოდა მუდმივად პოზიციები, ეგ იდეალურად გაჩნდა, როცა კვარა გახდა ამ შემტევი ტრიოს ნაწილი. ამ წელს ნახეთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აბსოლუტურად სხვა რეალობიდან, რაც ჰქონდა ნეაპოლში, გადავიდა პარის სენ-ჟერმენში და PSG-ს შესძინა ის, რაც აღმოჩნდა რომ სჭირდებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. შესაბამისად, უფლება არ გვაქვს არ დავეთანხმოთ გულშემატკივრებს, მაგრამ ის მიხარია რომ ზურიკოს რამდენი პროცენტი აქვს? 10%, იმიტომ რომ ზურიკო დავითაშვილს ჩვენიერი სეზონი ჰქონდა, ამ სეზონში ჩვენიერია, სენტეტიენი არის მეორე ადგილზე. მე მგონი ბომბარდირია, ხო? ბომბარდირია ლიგა 2-ის და სავარაუდოდ არ გაუშვებს. ხო, ანუ შეთავაზებები არის თურქეთიდან, სხვა ჩემპიონატებიდან, ლიგა 1-დან მათ შორის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ზურიკო სავარაუდოდ დარჩება სენტეტიენში და იბრძოლებს იმისთვის, რომ დააბრუნოს სენტეტიენი ლიგა 1-ში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჟორჟზეც, ხო, ჟორჟი ახალ გუნდში გადავიდა ვილიარეალში, უკეთ დაიწყო და ისევ ვერ აგრძელებს როგორც გვინდოდა, იმიტომ რომ სადაც არის გოთას კამზე იჯდა გუშინ მაგალითად ბარსელონასთან. მე რომ შემოვიდა მქონდა მომენტები. ხო, იმედი გვაქვს რომ ჟორჟი უფრო ძირითად ისკენ, იმიტომ რომ ვილიარეალში უფრო მეტი კონკურენცია, თან ვილიარეალი კარგი გუნდია ამ სეზონში ლა ლიგაში, რა თქმა უნდა.
ჩემპიონთა ლიგაზე არის. ხო, მოკლედ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა გიორგი მიქოვი. არა, ხვიჩა კვარაცხელია 80% ლამის 0.2 დავამატე. კვარაცხელია. მოკლედ ქართველებს ყავს ფეხბურთელი, რომელიც სოფლიო ვარსკვლავია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც ეს ყველაფერი ოქროს ბურთით დაგვირგვინდება. მოკლედ, გადაცემის შუაში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ეხლა შუაა? თითქმის. რაც შეეხება შემდეგ ნომინაციას, მე გავხსნი, წლის გუნდია ბიჭებო შემდეგი ნომინაცია და ჩვენ პრინციპში იმისთვის რომ გაგვეცხრილა სამი ვარიანტი დავტოვეთ მხოლოდ და ესენი არის PSG, Barcelona და ნუ ხუთი ვარიანტი იყო უფრო სწორად და ორმა საერთოდ ხმა ვერ მიიღო, შესაბამისად სამი არის ისეთი, ვისაც ხმა მისცეს. ესენია PSG, Barcelona და ლონდონის Arsenal. დავიწყეთ. ჩავახრიგინოთ ეს ნომინაციაც გემრიელად. ტიტულები გადავიდეთ პირდაპირ შემდეგზე. ტიტულები მეტყველებს ბევრ რამეზეო, ანუ Paris Saint-Germain მოიგო თითქმის ყველაფერი იმ რაღაც დებილური ტურნირის გარდა. კი ბატონო. და ნუ თამაშის ხარისხითაც უკვე, ანუ იანვრიდან მოყოლებული აღემატებოდა აშკარად ყველა სხვა გუნდს. ნუ იქ არ იყო ძალიან იყო ისეთი ეპიზოდები, როცა შეიძლება ეჭვი შეკეტანა, თქვა Aston Villa-სთან საფასხო თამაში ან Arsenal-თანაც ჰქონდათ Arsenal-ს რაღაც დომინაციის მონაკვეთები და ასე შემდეგ Liverpool-თან სახლში დამარცხდა სტუმრად და დაეკამბექებინა და ასე შემდეგ, მაგრამ სულთა თამაშის ხარისხით ანუ Paris Saint-Germain ყველას აღემატებოდა. ყველაზე სტაბილური, ყველაზე რაღაც დაორგანიზებული და ყველაზე რაღაც ისეთი თან სტრუქტურირებული და თან ამ სტრუქტურაში ძალიან მოქნილი გუნდი. კი ბატონო, იგივე აზრზეა პრინციპში ჩვენი გულშემატკივარიც, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, 62%-ით PSG გახდა წლის საუკეთესო გუნდი, ჩვენი აზრით ემთხვევა ბუნებრივია, Barcelona-საც აქვს 32% და Arsenal-ი გავიდა მოკლედ მესამე ადგილზე 6%-ით. დაგვიწერეთ თქვენი აზრები, თქვენი კომენტარები, ვინც ვერ მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა, ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი, ვკითხულობთ და გამოყვებით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ. გადავედით. ნელ-ნელა გავედით ბოლოსკენ და გამოკითხვაც უფრო საინტერესო არის პრინციპში. წლის საუკეთესო, სადა აქეთ ხარ. წლის საუკეთესო მწვრთნელი. წარდგენილნი არიან. ვინსენტ კომპანი, ჰანსი ფლიკი, მიკელ არტეტა, სიმონე ინძაგი, ლუის ენრიკე. დაიწყეთ. მე პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სიმონე ინძაგის ჰქონდა ერთი ხმა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯელტმენურად შევთანხმდით, რომ ჩვენი ხმები არ მოგვეცა, მე მინდა კომენტარში გამოჩნდეს ადამიანი, ვინც სიმონე ინძაგის მისცა ხმა, იმ ადამიანს გავაცნობ ირაკლი სარალიძეს და ერთად წავლენ ხინკლის საჭმელად. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, მოკლედ ვიტყვი ძალიან, ლუის ენრიკეს ვაძლევ ასე ვთქვათ ხმას. მე ვიცი, რომ აქ სხვა იდეებიც არის და ამიტომ რეზის დაუთმობ დროს. ნუ პრინციპში ლუის ენრიკეზე ბევრი საუბარი მე ვფიქრობ, რომ არ მჭირდება, თუმცა სხვა არგუმენტებიც არსებობს, თუ რატო შეიძლება აძლევდეს რომელიმე ჩვენგანი სხვა მწვრთნელს ხმას. გრიზლი სიმონე ინძაგის ვაძლევ მე ხმას, რა თქმა უნდა. მეორე ხმა სიმონე ინძაგის. და ძალიან მარტივად ავხსნი. აფრიკაში, აი რაღაცა ძალიან ისეთ ღარიბ რესპუბლიკაში ვიღაცა აი YouTube-ზე აუზებს რო აკეთება, ხო იცი? აი ეგეთმა ტიპმა რო ააწყოს გელენვაგენზე ცოტა უკეთესი მანქანა. ნუ კაი, გელენვაგენი რო ააწყოს. და ადამიანი, რომელიც აწყობს Mercedes-ის ქარხანაში მანქანას. რომელი უფრო მაგარი როჟაა? ადამიანი, რომელიც მუშაობს Mercedes-ის ქარხანაში. ჩემი აზრით არა. იმიტომ რომ იმას აქვს ყველაფერი რაც ჭირდება და ამას არ აქვს არაფერი რაც ჭირდება. აი მანდ მე არ გეთანხმები ზუსტად არ არის ეგრე რომ ინტერს ყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტროვარდი, ინტერს ყავს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ინტერს ყავს სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. 11 კაცი მოედანზე გადადი ეხლას გამზე. არა, მე რა ინტერს ყავს ძალიან კარგი გუნდი. არა, მაგალითში გეთანხმები კაცო, უბრალოდ მე ვამბობ, აი ეს მაგალითი რაც მოიყვანე აფრიკა და Mercedes-ის ქარხანა, ანუ ინტერი არის ძალიან კარგი გუნდი. მესმის იტალიური ფეხბურთის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინტერი ვერ არის გუნდი, რომელიც 80 მილიონს ხარჯავს ზამთარში PSG-სავით მაგალითად, მაგრამ ინტერს ყავს ძალიან სოლიდური გუნდი, როდესაც ამას ემთხვევა კარგი მწვრთნელი, ამ შემთხვევაში სიმონე ინძაგი და მე იცი რომ ინძაგი ძალიან მომწონს და მიყვარს. შესაბამისად, უბრალოდ წლის მწვრთნელი არ არის, თორემ განამის დამსახურებებს ვაკნინებ ამ შემთხვევაში. ამის თქვა მინდოდა რა. ჩემი აზრით, გეტყვი რატო არის? იმიტომ რომ გუნდში სადაც პირიქით მოგებაზე გავიდა ტრანსფერებით,
გუნდი თან დიდ მოგებაზე ეგ გავიდა. დამსახურება რამდენად არის არ ვიციო. არა, ვის დამსახურებაა ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ანუ გუნდი ფიზიკურად ვერ ხარჯავს ვერაფერს, ანუ თუ ლუის ენრიკეს პირობითად და მიკელ არტეტას. ანუ მიკელ არტეტა 6 წელია აწყობს არსენალს. ყოველ ზაფხულში აი 100 მილიონიანი ნაწილი მჭირდება. ჰანსი ფლიკი მიდის, ყავს ლამასია, ანუ ის იძახის რომ აი ეს ნაწილი მჭირდება და იქიდან ამომიყვანეთ. რა ხდება ახლა ინძაგის შემთხვევაში, ხო? ვერც ვყიდულობთ, არც აკადემია გვაქვს ისეთი, აი ეს გაქვს რა და აქედან რაღაცა გამოიყვანე. და გამოიყვანა ისეთი გუნდი, რომელმაც მართალია კინაღამ, მაგრამ კინაღამაც ძალიან დიდი საქმეა. კინაღამ არის სენ-ჟერმენის მაგივრად ებთქვით რა. და ძალიან ცოტა დააკლდა რეალურად. ეხლა სხვა მწვრთნელები ვინც არის, ვინსენტ კომპანის ძალიან მარტივად აქვს სოფლიოში ყველაზე მაღალი სახელფასო ჭერი. მიკელ არტეტა, ნუ არსენალი რამდენს ხარჯავს ვიცით. ჰანსი ფლიქს ყავს ლამასია ერთი და მეორე ნუ სუპერვარსკვლავები ყავს და მესამე წელს უკვე თლად ისეთი მძლავრი ვეღარ არის ჩემი აზრით, როგორც ჩარშანიყო. და ნუ ლუის ენრიკეს სკამზე უზის 100 მილიონიანი მოთამაშე, ბოდიში 70 მილიონიანი მოთამაშე და 100 მილიონიანი მოთამაშე სათამაშო პრაქტიკისთვის გაუშვა არენდით აქ. არ ვიტყვი, კიდე გაუშვა მე გაუშვა და გაუშვა. ხო და ანუ ჩემთვის ეგ ბევრად დასაფასებელია მაგალითად მე შენს ლოგიკას მოყვები. არა, მეც მოყვები აბსოლუტურად. ამიტომ მეყავს რამდენად საკმარისია. ვინც ეს აქ რო წერია ეს 1% თუ ერთი ხმა თუ რაც წერია, თუ შეიძლება კომენტარებში გამოგვეხმაუროთ, საინტერესო ადამიანი ჩახ. მე ერთ აზრზე ვართ. მეც ვიზიარებ ამ აბსოლუტურად ამ ლოგიკას, რომ ჩემი აზრით უნდა გაიყოს მწვრთნელები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ზამთარში მოუყანონ 80 მილიონიანი ფეხბურთსკლავი და მწვრთნელი, რომელსაც უწევს მუშაობა идиоტი ხელმძღვანელობის, რომელიც რაღაც ტრანსფერებს აკეთებს, იმიტომ რომ უნდა რომ გუნდი წარმოაჩინოს, რომ ეს არის დიდი გუნდი, ამის ფონზე და თან შიდა რესურსით ცდილობს, რომ რაღაც ახალი შექმნას. მე ჰანს ფლიქს ვაძლევ ულაპარაკოთ ხმას ერთი, იმიტომ რომ ჰანს ფლიკი მართლა შეზღუდული რესურსის ქვეშ მუშაობდა. ჰანს ფლიკის ხელში მოუმატა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელმა. ინიგო მარტინესი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ალეხანდრო ბალდევისაც არ გახსოვთ, ძალიან მაგარ ფლანგის მცველად ჩამოყალიბდა. პედრი რო ახლა როცა ფორმაშია პედრი რო საუკეთესოა მსოფლიოში, ნახევარმცველებს შორის ეს ფაქტია, მაგრამ პედრი ძალიან დიდი ხანი იყო ტრაუმირებული და სეზონში ძალიან ბევრ თამაშს ტოვებდა ტრაუმის გამო. ფლიკის დროს ჩადგა ამ ფორმაში და მთელი სეზონი ჩაატარა. ლამინი ამალი გაიხსნა რაფინიამ, სხვა დონეზე დაიწყო ფეხბურთი. მოკლედ, ყველა მოუმატა მის ხელში. ყველა ფეხბურთელმა. პლუს ჩვენ მაინც ტაქტიკური იმას ვაქცევთ ყურადღებას, ხო? ლუის ენრიკეს ფეხბურთში იყო ტაქტიკური ინოვაციები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც არის, ასე თუ ისე სისტემური ფეხბურთის გაგრძელება, რაც ჩამოყალიბა ჯერ კიდევ, რა ვიცი, კრუიფიდან და გვარდიოლადან მოდის და ლუის ენრიკეც მაგ ხაზის გაგრძელება თავისი რაღაც მიკრომენეჯმენტური ელემენტებით, რომელსაც არ ვაკნინებდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ ეს არ არის სიახლე. აი ჰანს ფლიკის ფეხბურთში ეს ულტრამაღალი დაცვის ხაზი, როგორ აპრესინგებს ბარსელონა, როცა ვინგერები შემოდიან შიგნით და ცენტრალური თავდამსხმელი ჩადის უკან და ასე შემდეგ. ეს არის რაღაც და გუნდი როგორ გადადი, ანუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეტევის უპირატესობას დაცვაზე. გუნდის თამაშის სტილში, მაშინ როდესაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარი აქცენტი გადადის უკვე რაღაც უბურთო თამაშის უპირატესობაზე. არსენალია, ხო? ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, არსენალის ბაზისი არის უბურთო თამაში და არა ვთქვათ, როგორ უტევს გუნდი პოზიციურად და რა კომბინაციებს ხადავს და ასე შემდეგ. შარშან ბარსელონა ის იყო რაღაც თავარი აქცენტი იყო შეტევაზე გადატანილი და არა ვთქვათ საიმედოობაზე დაცვაში და ვთქვათ ამ შეტევის პრიმაც ეწირებოდა ვთქვათ რაღაც მომენტებში საფრთხეობა საკუთარი კარის. ამიტომ ფლიკმა ეს რაღაც ახალი იდეები, რომელიც შეიძლება ფეხბურთისთვის იყოს მნიშვნელოვანი და რომელსაც შეიძლება მიბაძონ, განავითარა შეზღუდული რესურსების პირობებში. და ბარსელონას რო აქვს შეზღუდული რესურსები, ეს ფაქტია, იმიტომ რომ კი შეიძლება ყველა შეთვალოს რომ რაღაც ზაფხულში ბარსელონა რაღაც ტრანსფერს აკეთებს და თქვა დანი ოლმო მოიყვანეს წინა წელს, მაგრამ იმ გადმოსახედიდან დანი ოლმო საერთოდ არანაირი საჭიროება არ ყავდა ბარსელონას, როცა ყავდა თქვა ილკაი გინდოგანი, რომელმაც წინა სეზონი ძალიან მაგრად ჩაატარა. და პლუს უნდა ავიღოთ მე მგონი ზღვარი საიდან დაიწყო, ხო? ანუ გახსოვთ ბარსელონა ფლიკამდე რა ფეხბურთს თამაშობდა და ან საერთოდ რა ხდებოდა იქ, როცა ხავი გააგდეს, მე არ გავაგდეთ, დავტოვეთ, მე ისევ გავაგდეთ და რა პრეზიდენტთან უწევს მუშაობა, ეგეც ჩემი აზრით გასათვალისწინებელი ფაქტორია. ვინ მოიგო ისე? ერთ პასუხიც აქაც ძალიან
ადვილად გამოსაცნობია. კიდევ აი მოთამაშის განვითარებაზე ერთ არგუმენტს ვეთქვი. სიმონე ინძაგი რო დავიცვა რა, ჰანსი ფლიკმა პედრი განავითარა პირობითად, ხო? იამალი ბალდე განავითარა. მე გეტყვი ერთ მოთამაშეს, რომელიც განავითარა სიმონე ინძაგი. თან ძალიან განავითარა. ანდრე ონანა. ინძაგის ხელში ანდრე ონანა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ანდრე ონანა, მანჩესტერის ფანებს კითხეთ როგორი მეკარეა. სხვა შორის ხეს ვკითხულობდი რომ ანდრე ონანას პირველ იმ რაოდენობის თამაშებში რაც მანჩესტერის ეხლანდელ მეკარეს აქვს ჩატარებული ერთით ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული. ხო, ინძაგის ის მოყვებოდა რა. ინძაგის ყოლა და მე აირია სიტუაცია. კარგი, ხო და ლუის ენრიკე მოიგო, იმიტომ რომ ლუის ენრიკე მოიგო ყველაფერი თან ძალიან დიდი სხვაობით არის წინ ორჯერ მეტი ხმა აქვს ვიდრე ჰანსი ფლიქს. მერე მოდის არტეტა, კომპანი და ინძაგი დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმებით. შვენიერი. ბოლო ნომინაციაზე გადავიდეთ. ჩვენ შორის ვინ მოიგო? ეგ არ გადაგვიწყვეტია მთლიანად. ჩვენ შორის გაქ სამად ხო გაიყო ხმები და არ გვინდა? ჩვენი აზრები დავაფიქსირეთ და გადავიდეთ შემდეგზე. აი, გადავიდეთ შემდეგზე. არ არის ყველაზე საჭირო რომ გამოვავლინოთ რა. არა, მე ხო, ეს არის ბოლო ნომინაცია კი ბატონო. და ამით ხურავთ 2025 წელს ეს არის არ მოგვენატრები 2025 წელს 2025 წელი სანამ გადახვა რეზი 2025 წელი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი წელი იმიტომ რომ 2000 დაახლოებით 1 წლის წინ 11 თვის წინ დავიწყეთ YouTube-ზე ეს საქმიანობა მე მახსოვს 2024 წლის რაღაცა ნოემბერი იყო მე მგონი რეზესო შევხვდი პირველად და ეს იდეა გავაცანი მე იკა გავიცანით მე შენ გაგიცანით მე აგერ ბექა შემოგვიერთა და შესაბამისად 2025 წელს უკვე 50 გადაცემა გვაქვს ჩაწერილი პლუს იქ ვლოგი გქონდა ერთი ჩაწერილი თუ გახსოვთ შესაბამისად წარმოიდგენდი რომ 50 გადაცემაზე მივიდოდით ოკეი ხო შრომობთ მოკლედ წლის დასწრებში ეგ გქონდა ხო გეგო რა აი ნიკოს გვეხმარებოდა ამერიკიდან ნიკო კანკი აქედან მასაც მოკითხვა მაშინ ამბობდა რომ აი რომ ვიწყებთ რომ აი 50 გადაცემას ჩაწერთო მე ვილაპარაკოთ და სულ იმას გვეუბნება სულ იმას გვეუბნებოდა რომ სტაბილურობა, შრომა, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ჩვენ მე მგონი, რავი, პირველ რიგში სიამოვნებას ვიღებთ ამ საქმისგან და სიამოვნებას ვიღებთ, თორე განახელფას ვიღებთ. 2026 წელი იმედია რომ უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. წავედით ბოლო ნომინაციის. წლის ფეხბურთელი. აქ არის ბევრი კანდიდატი. კი ბატონო. ჰარი კეინი. ოკეი. 60 გოლით და 8 ასისტით. 2025 წელს. 60 გოლი შეაგდო ტიპმაზე ხა. ლამინ იამალი. 28 გოლით და 26 ასისტით. არის ვიტინია, ну, აქ მოგონი სტატისტიკას დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ხო? 10 გოლი და 13 ასისტია, მაგრამ პასები ვთქვათ. ისევე როგორც პედრის შემთხვევაში 7 გოლი და 14 ასისტი აქვს, მაგრამ ну, ეს ორი ფეხბურთელი სხვა რამის გამო არის მნიშვნელოვანი. სხვაგან არის. კილიან მბაპეს 70 გოლი და 12 ასისტით. უსმან დემბელე 32 ოქროს ბურთის მფლობელი, 32 გოლი და 13 ასისტით და რაფინია 26 გოლი და 19 ასისტით. ორი გოლი გუშინ გაიტანა ბოლო 26. კი, პენალტი გაიტანა გუშინ. კარგი, დავიწყეთ. მიდი. ვინ არის შენთვის საუკეთესო ფეხბურთელი? მე ალბათ პედრის ვიტყვი. ნახე სახე როგორ შეეცვალა. როგორ გაუხარდა ეს. როგორ გაუხარდა ის. პატარა ფორსათამაშოს რო ჩუკნი და უცებროებადრე აი ზუსტად ეგ დაემართა იმედი ამის ის უკვე მიყინულია სკამზე. ბიჭო განათება რომელიც ყავს ვერ ვხედაო. აი ხელი დაგვიქნია ნიშნადებისა რომ ცოცხალი. და აი გაებადრა სახე, მაგრამ ნუ პედრი ცოტა ისეთი მე ძალიან მიყვარს ეგეთი მოთამაშეები რა აი ძალიან მაგარი როა და ბიჭო რაღაც პონჩი კულისებშია რა არ ჩანს რა ისი პოზიციიდან არის ალბათ აი კალადბურჩი როა რა რომ კი სუპერ ვარსკვლავი გჭირდება მაგრამ გჭირდება აი როლ პლეიერებიც გჭირდება ხო აი ამ სუპერ ვარსკვლავის დონეა რა ეს პედრი მაგრამ აი როლ პლეიერის ყურადღება ექცევა თითქოს ანუ პედრი შარშან რო არ ყოფილიყო ალბათ ბარსელონა რა ვიცი სად იქნებოდა იმ ტიტულს ვერ მოიგებდა რაც გადავეცით რომ საუკეთესო მატჩი ეგ არ იქნებოდა იმიტომ რომ ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწევდა ალბათ ნუ აი მონსტრი გუნდის ბირთვი მამოძრავებელი ძრავი გადაცემათა კოლოფი და ხიდია რა ცალსახ მე ამ შემთხვევაში პრიმიტიული არ ვიქნები და ვიტყვი კილიან მბაპეს
გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან რთულ პერიოდში მადრიდის რეალში რეალურად შარშან რეალმა ფაქტობრივად ვერაფერი მოიგო და შესაბამისად ბაპეს ჰქონდა სუპერ სეზონი, ამ სუპერ სეზონს აგრძელებს და ეხა სულ რამდენიმე დღის წინ კრიშტიანო რონალდოს სიუთი აღნიშნა 70-ე გოლი, შესაბამისად კილიან ბაპეს მივცემ მე ხმას. ალბათ ბევრი ახსნა არ ჭირდება იმას, რომ კილიან ბაპე მადრიდის რეალის არის უტოპესი და საკვანძო ფეხბურთელი, ჯერა იმის, რომ რეალი იმ რაღაც პრობლემებს, რაც პრინციპში ამ სეზონში აქვს, მოაგვარებს და ბაპეს ლიდერობით რაღაცეებს მოიგებს. შესაბამისად, ჩემთვის როგორც ერთი ფეხბურთელი ესე თუ უნდა გამოვარჩიო, ხმას ვიცემ კილიან ბაპეს. და ეს სანამ რეზი დაიწყებს, ეხლა რეზი ისეთ შეერთობა რომ მე და შე თუ შევიდეთ, გავთმეთ და მერე გამოვიდეთ. აი ერთი ეგ უნდა დავამატოთ რა. ეს ყველა იმდენად მაგარია რომ აი პედრი კი გამოვარჩიე, მაგრამ ეხლა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და რამქვის აი ნებისმიერ ტურნირზე 70 გოლი რო გაგაკეთე, აი ძალიან რთულია. ანუ ნებისმიერს რომ ისცე ხმა, ვერავინ ვერ გაგაკრიტიკებს რა, გემოვნების ამბავია, როგორ უყურებ ფეხბურთს იმის ამბავია და ასე შემდეგ. ხო, სუფთა გემოვნებას და იმიტომ რომ 70 გოლი თუ 70 პროგრესული პასი ვერ იტყვი რომ აი ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ანუ 70 გოლი ჯამში ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ იქნება 70 პროგრესული პასი, ჩემი ფეხები ვერ იქნება 70 გოლი. კი ბატონო. ფეხბურთელისგან კი არა, გუნდისგანაც. ეს წავედით ჩვენ. მოდი გაწვი. ეს პოდკასტი ხე როგორ დაიხურება, იცი? ეს არის ეს იქნება აჯანყება FIFA-ს წინააღმდეგ. ხურავთ რეზი გრძელდება საერთოდ. არა, ეს კონკრეტულად ისეთი არ თქვა რომ FIFA-მ დაგუბლოკოს. არა, კონკრეტულად ეს გადაცემა იქნება აჯანყება FIFA-ს წინააღმდეგ, იმიტომ რომ მეც პედრის ვაძლევ ხმას, რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა FIFA-თ France Football-ის და ამ ესეთი ფსევდო საფეხბურთო ექსპერტების წინააღმდეგ დაიკავა. გადაცემა ხო გვაქვს ჩაწერილი. დაიკავა მოკლედ მე-11 ადგილი, ანუ პედრი, ანუ ყველაფერში მოყვები, ეგ არის თავარი ფეხბურთელი ბარსელონაში, რომელიც იწყებს თამაში ერთ-ერთ საყრდენად, შემდეგ ადის ზემოთ, არის 10-იანის პოზიციაზე და არის ესეთი განვითარებული სტატისტიკური მაჩვენებლები ჩვენ მოგვყავს ხოლმე ხშირად, ხო, პოდკასტებში. პედრი იყო შარშან ფეხბურთელი, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი პროგრესული პასი და მიიღო ყველაზე მეტი პროგრესული პასი ერთად, ანუ ფეხბურთს პედრიზე კარგად სოფლიოში ვერ თამაშობს ვერავინ. რასაც ქვია ფეხბურთის თამაში, ანუ რაღაც შეტევის აწყობა, კომბინაციის დახაზვა, რაღაც გახსნა, იქ რაღაც სივრცეების გათავისუფლება და ასე შემდეგ. თუმცა რა ვიცი, ყველა ჰარიკეინი ჩემი აზრით ავი ამ სეზონში აკეთებს ყველაფერს, ანუ დაწყებული მცველიდან აი კითხო. ხო, ახლა გულშემატკივრების გამოიცნო. მე ხო თქვი რომ FIFA-ს წინააღმდეგ არის აჯანყება. აბა მოიცა თუ გამოიცნო. რაფინია მოიგო. არა ისე წაიკითხა რომ აშკარად ვიყვებოდ. მაგითი მივხვდი. რაფინია მოიგო 29.8% და ისე საკმაოდ უპირატესობით მოიგო, იმიტომ რომ მეორე ადგილზეა დემბელე, ოქროს ბურთის მფლობელი 16.7%-ით და რაფინია 11 ელშიც კი არ შეიყვანა. მე იცი რა, რატო გამიხარდა, რომ რაფინიამ მოიგო ჩვენ შემთხვევაში, ხა მე ხო ვიცოდი ეს როგორ რა შედეგი დაჭდა რა. ჩვენ ვიყურებ საკმაოდ განათლებული აუდიტორია. ჩემთვის ჩვენ ვიყურებენ ბარსელონას ფანებს. ოქროს ბურთის შემდეგ კრიშტიანოზეც რაღაცა ისე რეალი ყველგან ისე დაიჩაგრა რომ უოჭელი ბარსა კლუბ ჯორჯია თუ არსებობს, იქ გაფაზრდა ჩვენი გამოკითხვა. ოქროს ბურთის შემდგომი გადაცემა რო ქონდა რეზი თუ გახსოვს ჩვენ ვთქვით რომ მე ვთქვი რომ ჩემთვის ეს ოქროს ბურთი იყო რაფინიასა და უსმან დემბელეს შორის თქო რა. საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ ნუ კაი უსმან დემბელე მოიგო და მართლა ვერავინ ვერ იტყვის რომ არ იმსახურებდა ხო? ქონდა მაგაზე გადაცემა. ხო, სიგიჟე იქნება მაგის მტკიცება, მაგრამ აი ვინი ძახდა არის. ნუ ეხლა თვითონაც იცი ჩემი აზრით რომ სიგიჟეს ამბობს. დემბელე რომ მაგას იმსახურებდა 100%-იანო რა. შესაბამისად უბრალოდ ჩვენ რა კატეგორიაც გვიყურებს და ჩვენ ვისაც გვინდა რეალურად რომ ვესაუბროთ, ეგ არის სწორი. რაფინია გასულ სეზონში იყო სუპერ ფეხბურთელი, საოცრებები აკეთა. მიუხედავად იმისა, შეიძლება კი ბევრმა ბარსას ფანმა მისცა რაფინიას, თუმცა იმავე ლოგიკით შეიძლება იამალის მოიგო, ხო? თუმცა იამალს ამ მისი რაღაცა დრამებით და OnlyFans-ებით რაც შენ ახსენე იქა, ნუ არ ვიცი ხა ცოტა 17 წლის ფეხბურთელისგან ეგ არასერიოზულად მიგვაჩნია როგორც მინიმუმ ჩვენ თაობას. ამიტომ მე მომწონს მაყურებლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუყვები და ვიზიარებ, ასე ვთქვათ, ის რომ რაფინია იყო საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო უეჭველი, აბსოლუტურად მისაღებია და რავი, გამიხარდა რა იქ რაღაც რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ბარსას შეტევაში. აბა რა. პირდაპირ ანუ ლამინი ამალი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. რაფინია კრავს ბარსელონას შეტევას, იწყებს მარცხენა ვინგერად, ან არის შემდეგ ან მეორე ფორვარდი, ან
ერთ-ერთი 10-იანი ან გადადის მარჯვენა ფლანგზე, მოკლედ რა ვიცი. და საიდან მოვიდა რეზი აქ მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა. მისი ინტერვიუები რო იყო რომ ამის წავედი ბარსელონადან და ჰანსი ფლიკი დამეხმარა. ხო, ეს ფეხბურთელი რომელსაც აკეთებდნენ საფულში. ხო, შესაბამისად იქედან რომ სოფლიოს ტოპ 3-ში წინა სეზონში ხო უეჭველი იყო ოქროსბურთი თუ არა ოქროსბურთი, ტოპ 3-ში უეჭველი იყო და შესაბამისად დაგვიწერეთ კიდევ ერთხელ ამბობ თქვენი აზრები გავითვალისწინებთ აუცილებლად ჩვენ რაში შევცდით ან გულშემატკივარში არ ეთანხმებით ამ მოსაზრებებს მოკლედ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენთ. კარგი, წინასწარ მივულოცოთ, ხო? გილოცავთ 2026 წელი. ხო. აქ ძალიან კარგი ისინია შედეგები რა, ძალიან კარგად არის გადანაწილებული, თან მეტნაკლებად თანაბრად ხო, ამაზე ჩამოფიქრა და მივულოცოთ კი თქვენს გილოცავთ დამდეგს, ვეღარ გნახავთ სავარაუდოდ. არა, ვერ გნახავთ. გილოცავთ თქვენს დამდეგშობა ახალ წელს, გისურვებთ რომ 2026 წელი იყოს 2026 ჯერ უკეთესი ვიდრე 2025. და ყველაზე ცუდი რომელიც აწი გექნებათ. ანუ 26 ხო ძალიან მაგარი უნდა იყოს. ხო და მე უკვე უნდა გამოჩნდეს ძალიან ცუდად რა. ისეთი წლები უნდა იყოს შემდეგი. თქვენი საყვარელი გუნდების წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ მაინც ფეხბურთზე ვლაპარაკობთ ჩვენს გარდა. თქვენ რაღაც დონით დანარჩენებ, okay, no problem. თქვენს მივულოცოთ და მე მადლობების ჩამონათვალი. გილოცავთ მოკლედ წინასწარ დამდეგ შობა ახალ წელს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას. გისურვებთ იმას, რომ ცხოვრებაში გაიხაროთ, შეიძლება ეს იყოს საფეხბურთო მიმართულებით, ან არა საფეხბურთო მიმართულებით. ეგეც სასაცილო რა ვთქვი, გაიხარონ ადამიანებმა. იუვენტუსის ფანს რო არა იმედი რომ რამეს მოიგებს. ამაზე ჩვენ გავილაპარაკებთ მაისის ბოლოს და ნახოთ win-win. შესაბამისად ყოფილიყოს გამარჯვების წელი მოკლედ ჩვენთვის, თქვენთვის, მთლიანად საქართველოსთვის და რა ვიცი შევხვდებით 2026 წელს. ჩვენ აუცილებლად ბრუნდებით 2026-ში უკვე ახალი ენერგიებით და იდეებით. და აუცილებლად დაგვაფოლოვონ ამიტომ და დაელოდონ მორიგ ეპიზოდებს. ლაიქები და subscribe-ები მოგვაყარეთ. მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრათ წავკისი Party House, რომელს ინფორმაციაც იქნება აღწერაში აუცილებლად და გირჩევთ რომ ეს სტილამაზეები ნახოთ საკუთარ თვალით, დაბადების დღეები, კორპორატიულები, ხო სწორია? ფართები გადაიხადოთ აქ და ისიამოვნოთ. ჩვენ კი ნელ-ნელა გემშვიდობებით, მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად ამდენი ხანი და შევხვდებით 2026-ში.